გამარჯვებით როგორც მეგობრებო. ეს სამეული ვიქნებით პირდაპირ ეთერში პრაქტიკულად 1 საათის განმავლობაში. სასაუბრო ძალიან ბევრია, მით უფრო ჩვენი სტუმრები დღეს არიან სახელოვნებო მიმართულების შემოქმედებითი, როგორც იტყვიან, აი მიმართულების ადამიანები. ბატონი ჯუბახებელი როგორც პოეტი, მწერალი და გაზეთ ლიტერატურული საქართველოს ყველასთვის საყვარელი გაზეთის ლიტერატურული საქართველოს რედაქტორი და ბატონი პაატაშვილიძე, რომელიც არის ასევე ხელოვანი, ძალიან ეკოლოგი, მრეწველობის ეკოლოგია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელოვანი. სწორედ დღეს რეპეტიციიდან მოვიდა ძალიან ძლიერი გუნდია ხო თქვენი გუნდი ამას თავაზე და სასიამოვნოა. აი არ არის შემთხვევითი რომ ასე მოხდა დღეს ბატონებო ყველაფერი მით უფრო ერთ პიროვნებას ვისაც მე რაღაც რეპლიკით შევეხმიანე ისიც წერალია გიზო თავაძე ძალიან საინტერესო პიროვნება ქუთაისში და ეს საიტზე დევს უკვე ეს მასალა. ჩვენ დღეს რეალურად უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ეს გაცნობიერებული გვაქვს. მე ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავს ვეუბნები ამას და ძალიან მინდა რომ ისეთი შემოძახილი გავაკეთოთ დღეს, რომ ჩვენ თვითონაც რაღაც გარკვეულწილად როგორც იტყვიან, კარგ ეროვნულ მაწუხებში მოვიქციოთ საკუთარი თავი, რომ სხვა გამოსავალი არ გქონდეს და შესაბამისად ერვინმეს მეგობრულად, ადამიანურად ურჩიოთ, რომ ასე დროს დუმილი არ ღირს. დუმილი რეკავსო კითხვა მუხრან მაჭავარიანმა, მაგრამ დუმილია დღეს ქვეყანაში პროტესტია საშინელი ადამიანებში, მაგრამ დუმილია. რატომ? იმიტომ რომ ასე იგი ველური პოლიტიკა ქვეყანაში რეალურად ეს არის ამას ვერ გავექცევით. ფულის პოლიტიკა ქვეყანაში, ფულის ძალაუფლების ქვეყანაა. მაშინ როდესაც აბსოლუტურად არც ერთი, არც მეორე, არც მესამე საქართველოსთვის მისაღები არ არის. საქართველოს ჭირდება გონებაზე ორიენტირებული პოლიტიკა და სუფთა და წესიერი ადამიანები ხელისუფლებაში. ეგ იქნება თქვა აი გონებისმიერი პოლიტიკა. სამწუხაროდ ის არის რომ ხელისუფლება ძალიან თვითკმაყოფილია და ტრადიციად ჩამოყალიბდა საქართველოში რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ყველა ხელისუფლება ხე განსაკუთრებით 92 წლის შემდგომ კმაყოფილზე კმაყოფილია რაღაც აი გაბოროტებული არის თვითკმაყოფილებით რომ ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, კარგად ვმუშაობთ, კარგები ვართ, ყველაფერი და რაც დრო გადის ეს კი არ ნელდება, არამედ კიდევ უფრო ძლიერდება. მე მახსოვს რომ შეიძლება მაშინ კრიტიკით გამოსვლა რაღაც თქვა იმ პერიოდში როდესაც მე გუბერნატორი ვიყავი, ძიმე გამოსვლები მქონდა და დევ საიტზე მე ყველას ურჩიე რომ ნახოთ რომ შევიდნენ თეთრები წერტილი ორგ რა გამოსვლები მქონდა მაშინ და რას ვამბობდი რომ კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, რომ სისტემაა კორუმპირებული და ბევრი სხვა რამ. დღეს ერთ სიმღერას ვღერის ყველა და ბელადი ყავს, დიდება ჩვენს ბელადს, ასე იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ასეა დღეს ბიძინა ევანიშვილის დროს და ვიმეორებ, ცოტა უკან როიწევდეს ეს განწყობა კიდე არ აუშავს, მაგრამ ძლიერდება და ამ ადამიანებმაც იფიქრეს ის რომ მართლა ბელადები არიან, მართლა შეუცვლელები არიან და მივიღეთ ჩვენ ილუზორული პიროვნებები მივიღებთ. ანუ რეალური პიროვნებები არ გვყავს. ახლა ბიძინა ევანიშვილისთვის რო გეკითხავთ 10 წლის წინ გეტყოდა მე ასეთი არა ვარო და დღეს შეიშნო ის რასაც ეძახიან ყველანი, ანუ ჩვენ ვუყავთ ამ იმას რა რეალურად ეს განწყობა არის და იმიტომ რომ ხელისუფლებას, რისუფლებასაც მიცემს ხალხი, ისე იმოქმედებს ხელისუფლება, ეს არ არის თქვენი და ჩემი გამონათქვამი, ჩვენი დასკვნა, ეს არის ძალიან დიდი ხნის საქართველოს დღეს მე მგონია რომ ძალიან უჭირს. რა განწყობაა საჭირო? უამრავი რამ შეგვიძლია, მაგრამ აი მე მინდა ვთხოვო სტუდიას, აი იქნებ ჩართოს რაფიელ ერისთავი, ახლა ეს მართლაც უნიკალური სიტყვები, ჩართეთ თუ შეგვიძლია სტუდიიდან რომ მოისმინონ ძალიან და ეს მერე შეიძლება კიდე გავიმეოროთ ბოლოსკენ, ამით დავამთავროთ კიდევაც რომ განწყობა უნდა ჩანდეს, აი ყველა ქართველი ამ განწყობით უნდა იყოს. სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლები სხვაზე და ორივ ტკბილია ძმობილო მირჩევნის ორსავ თვალზე და როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზე და
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და დამართაც უნიკალური რამ მოისმინეთ ბატონებო და ვინც შეძლებთ რომ ეს გადაცემა შემდგომ დღეს ხასაათზე გამოევლება საღამოს და მე როცა Facebook-ზე იქნება შეეცადოთ რომ თქვენმა მეგობრებმა, კოლეგებმა, ოჯახისებრებმა, მეგობრებმა სხვებმა ნახონ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა შევახსენოთ, აი ეს ჩვენი დღეს აქ ჩვენ ვაჟებ-შაველაზეც გვექნება და სხვებზე საუბარი, იმიტომ რომ რეალურად ბევრი რამ დავიწყებას მიეცა და მე ხმამაღლა მინდა ვთქვა რომ რა ბედნიერი იქნებოდა საქართველო რომ ხელისუფლებაში ისე ფიქრობდნენ როგორც დღეს რაფაელ ერისთავის იმაში მოისმინეთ. რა ბედნიერი იქნებოდა ან ხალხში რომ ამ განწყობის ადამიანებს რომ ხალხი რომ ამ განწყობის ადამიანებს უჭერდეს მხარს. ან ისეთი კონსტიტუცია რომ მქონდეს, რომელიც გამორიცხავდეს ხელისუფლებაში ფულისა და ძალაუფლების მოყოლული ადამიანების მოსვლას. რა ბედნიერი ხო იქნებოდა ეს ქვეყანა. მე ეჭვმეპარება ეს დასკვნარი ამერიკელების, რომელსაც ძალიან ლანძღავენ საქართველოში ბოლო პერიოდში, რომ თუ ქართველი ხალხი ამ მიწაზე, ამ წყლით, ამ ხაერით, ამ სითბოთი, როგორიცაა საქართველოს მიღებულ პროდუქტს, ამ პროდუქტს მიიღებს საფრთხად. ესე იგი, ჩვენ შეიძლება ინტელექტის მთელი მსოფლიო დავუყოთ. ამ დროს შიგნით გვაქვს ომი, პირისპირდებით და ამ დროს ვიკვებებით თურქული, არაბული და სხვა ქვეყნის და ვაშენებთ სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებს და რაღაც ამაში ვართ. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ერთი ძალიან არ ვიცი როგორ გამომივა ახლა აი ჩემი პოზიცია არის ეს. მე იმდენად ის კი არ მაკვირვებს, რომ ამას არაბული ქალაქების შენობლობა აკეთებს ხელისუფლება. არამედ ის, რომ დუმს ინტელიგენციის დიდი ნაწილი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სულ გაყიდული სამთავრობო პროპაგანდისტების მსხვერპლი გახდა. არ ვიცი თქვენ იზიარებთ თუ არა ამას, აი დავიწყოთ ამით, აი თქვენ თუ აი მინდა რომ გკითხოთ ამას, იქნებ მე ვწდები ამ იმაში, რომ ძიმე შეფასებას ვაკეთებ და აი როგორ არის, იმიტომ რომ მე ძალიან შეწუხებული ვარ, მართალი გითხრათ, აი იმით რომ ეხლა მე ვიცი ძალიან არ მინდა აი ისეთი რედაქტორი და ისეთი ეროვნული კაცი გვიზისა და მე შინაგანად რო ვარ და მე მას ვთხოვე დღეს რომ მიიღო მონაწილეობა და ამ საკითხებზე ლაპარაკის უფლება ყველას უნდა გქონდეს ისეთი საკითხები. აი თქვენ და ამ შემთხვევაში როგორც მწერალს და პოეტს და თქვათ გაზეთის რედაქტორს ძალიან სერიოზული განწყობითაა და აი გაზეთებშიც მიმართა გაზეთაც მიმართა იმას რომ სადგევართ და რას ვაკეთებ და როგორ ვარ და რაღაც და ამ შემდგომ წერლებს და იმას, მაგრამ მე ახლა ვხედავ რომ აი საქართველოში ძალიან ბევრი ვინმე, ესე იგი ხან იმას ანიჭებენ მე ყოველ მეორე კაცოდაედა იმაში რაინდი იქნება მძიმესი რა ქვია ხელოვნების თუ როგორ აქვია რაინდი ან კიდე რომ ნახო ესე იგი კულტურის დესპანი ახლა მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი ადრე და მქონდა განწყობა ქალბატონი მაროშკინას მიმართ ახლა ქართული მაროშკინა ახლა წერალთა დღეს ეხზე უნდა ვიდგეთ ხალხო იმის გამო რომ არაბული სოფელი შენდება და გუშინ წინ გამოაცხადეს რომ ებრაული სოფელი შენდება ახმეტაში რომ ქუთაისის ავტოქარხანა არის ჩინელების სოფელი ინდური სოფელი ჩინური სოფელი თბილისში სამია ინდური არაბული ესენი ირანული ყველაფერი წავიდა და გაიყიდა ყველაფერი ესენი და რა ვიცი ვაჭარბებ რამდენად მართალია არ ვიცი პარლამენტის შენობაზე იყო საუბარი თუ ჭორი არ ვიცი როგორც ეს მე ჭორები არ გონია რომ აი აქამდე დავიდეთ ჩვენ ახლა და პარლამენტის შენობა გაყიდონ და არაბებს მისცენ არის ესეთი ჭორი კულუარებში და ბოდიში ჯობია პარლამენტის შენობა გაყიდონ და აღარაფერი აღარ გაყიდონ სხვა ლიო პარლამენტი ფაქტიურად არა საქმე იმაშია რომ გააჩენ ვიზი გაყიდიან და რა არის იმის უკან ჩადებული რა გითხრათ მოკლედ მე მგონია რომ ძალიან ნიჰილისტურ სიტუაციაში ვართ ხალხი არის სულად და ეს ინტელიგენცია რომელიც თქვენ ახსენეთ იცით 90 წლიდან ხანდახან ვფიქრობ მაშინ რუსეთში ვიყავი ხლა მისა უნდა თქვა ძალიან პერსპექტიული ყვაწვილი ახალგაზრდა კაცი ვიყავი და მგონია რომ ეხლა უფრო დიდ პოზიციებზე ვიქნებოდი რომ არ მოხდარიყოს ეს ყველაფერი რაც მოხდა და რატომ ამბობ ამას 90 წლიდან დაწყებული ნუ 9 აპრილიდან დავიწყოთ არ არის არც ერთი მიტინგი რომელსაც მე გამომეტოვებინა არ არის არც ერთი მიტინგი რომელსაც არ მდგარიყავი და ღამები არ მეთენებინა არაფერი არ მოიტანა ჩემმა მიტინგებმა აბსოლუტურად არაფერი არ მოიტანა
ცვლიან ერთმანეთს ადამიანები, ჩვენ გავართ მიტინგებზე, მოდიან სხვები და მიდის ცხოვრება. და ისინი, რა თქმა უნდა, თვითმაყოფილნი იქნებიან, იმიტომ რომ რისთვისაც მოდიან იმას აკეთებენ, იწყობენ ცხოვრებას და რო არ შეხვდება მთავრობას, პარლამენტს 15000 თუ რაღაცა თანხით იზრდი ხელფას და პენსიონერს 30, იქ ლაპარაკი ყველაფერზე ზედმეტია. რა აქნას ამ ინტელიგენცია, აი რა გონია რომ ძაღლი ხებს ქარავანი მიდის. ხა რამდენად ეს ხალხი რომლებიც ერთი წელი აპროტესტებს სამართლებრივია რამდენად როგორ არის რისი მომტანია ეს სხვა თემა არის. მაგრამ სერიოზულად ვინმე მიაქცია ყურადღება და აელაპარაკა რამეზე აბსოლუტურად იგნორირებულია საზოგადოება, იგნორირებული არის წერლობა, იგნორირებულია ყველაფერი და აი ამიტომ როცა იგნორირებულნი არიან, იქ შიდა მოძრაობები ხდება, დაყოფილია მწერლობა. მე მგონი რამოდენიმე მწერალთა კავშირი და სახლები არის და ყველა ცალ-ცალკე ეძებს ამ ფულებს სახელმწიფოსგან და ზოგი რაგზით, ზოგი მერიისგან, ზოგი კულტურისგან, ზოგი იქიდან, ზოგი აქედან და აჭენებენ მოკლედ და მენის ეს ჭენაობა და საბოლოო ჯამში მე ხდება ისე რომ ის სერიოზული ადამიანები კულუარებში რჩებიან, კაცთვიღმა რჩებიან და ასპარეზზე გამოდიან მე სხვა ადამიანები რომელსაც მაინდა-მაინც მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოებრივი მოწყობას, ქვეყნის ყველანაირ ბედს. მათთვის თავარია რომ აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაღაცა პრემია მიანიჭონ ვიღაცას, რაღაცა მიანიჭონ და ეს ამით თვითმაყოფილია, იმიტომ რომ იმის მეტი არაფერი არ აქვს მას, ხო? ეს არის მისი მაქსიმუმი თქვა ხო და აი ვისთვისაც სხვა რაღაცა სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა თუ რაღაცა ფიქრები ხო ისინი არიან აი აბსოლუტურად იგნორირებული. ხა ვიყავი ამერიკაში ისე ბატონო თემუ და წერ ამერიკაზე რა შეიძლება ამერიკა იყოს, როგორ შეიძლება ამერიკა იყოს და გეშინია იმის რომ დაგესმებიან თავს ისიც ამას უდათ უყურებს. დაწერ ევროპაზე და იგივე შეიძლება მოელოდო. ისევე არის. შემდეგ ამერიკიდან მოხდა ისე პირდაპირ რუსეთში გადავფრინდი, მოსკოვში გადავფრინდი, იყო ეს სიტუაცია. აი იქაც რამეს დაწერ და აქეთ მეორე მხარე დაგესმება თავს. და ვერ გაგვიგია რომ ჩვენ ვარ სახელმწიფო. ზოგადად ამერიკაში თუ დაგესმება იმას თავს რომ რამე დაწეროს. არ ამერიკაზეც იყო კომენტარები რომ დავწერო. საქართველოში. ამერიკაში რომ რამე დაწერო და გამოვაქვეყნოთ ვინმე დაგესმება. არა რა თქმა უნდა. ამაზეა საუბარი. არა რა თქმა უნდა. ხო და იცით რა არის რომ როცა სახელმწიფო ხარ, შენთვის პრიორიტეტი ამერიკაც არის, რუსეთიც არის, ევროპაც არის და როგორც შენ სახელმწიფო მდგომარეობას უნდა ისე უნდა მოიქცე. სხვათა შორის იმის ჩაწერა რომ ჩვენ ევროინტეგრაციისკენ მივდივართ კონსტიტუციაში მე ვთვლი ხა მე კონსტიტუციონალისტი არა ვარ და რაღაცა რომ არის შეცდომა, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს რამე ჩაწერო. ეს შეიძლება იქით მივდიოდი, მაგრამ ხვალ სიტუაცია მოიტანოს და ჩინეთს წავიდე. ზეგ შეიძლება სხვაგან წავიდეთ, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ ვითარდება ეს გლობალურ სიტუაციაში ვცხოვრობთ. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ რომ იცით რუსეთის ძახილი არ უნდა აღვიქვათ ევროპის ძაგებად და ევროპის ძახილი რუსეთის ძაგებად. და სახელმწიფო უნდა სხვა პოლიტიკა აწარმოოს და ჩვენ ადამიანები უბრალოდ ადამიანები უნდა მივხვდეთ რომ რუსი ოკუპანტია ძახილი ჩვენ არაფერს არ მოგვიტანს, ისევე როგორც არ მოგვიტანს პირიქით ძახილი რქება და დიდება და რაღაც და აი ამ რაღაც შუაშივად გაჩხერილები და გაჩერილები. ეთანხმები, ნუ კარგი გაგზელება აქვს იმასაც, რაზეც დავიწყეთ და აი არის ბატონი პაატა, ხშირად მე ერთი რამე მინდა ვიდრე ბატონ პაატა თქვენ გადმოგცემდეთ სიტყვას რომ თქვენ იცით რომ ჯუმბერ კოპალიანი არის ქართული აქტობის დარბაზის, ნუ ეროვნული კაცია, ეროვნული მოძრაობიდან მოდის და ნუ თუ ვინმე კავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი სასაულად ესეთი საინტერესო და მართლაც და ყველაფერზე უარი თქვა წავიდა ბანიში და დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს, ხო? აი ბატონი ჯუმბერი. აი და ქონდა გარკვეული მოსაზრებები იმას რომ აი ამ ქუჩის რაღაც ისინი და მე ჩვენი ერთ დღეს რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს რომ თუ შეიძლება რომ ბატონ ჯუმბერს არ იცოდნენ არაფერი, მაგრამ ბატონ ჯუმბერს რომ ასეთი წარსული აქვს და რაღაცა ესენი ჩავიდნენ დმანიში. ბატონი ჯუმბერი მირეკავს და მეუბნება რომ სად მოძებნეთ ეს ხალხიო, ესენი მარგალიტები არიანო, სასწავლი ქუჩაში დგას მე თქვენ ეს ხალხი. ხოდა ესე სასაული რამე იყო ეს ბებს იცნობ თქვენ ახლა. ხოდა ახლა მე ეს რატო გავიხსენე და რატო ამბობ ჯუვა ბატონო რომ ჯუეს კაცი იქ დგას
და ყველას გეკითხებით, რო ილანძღებით, ეს კაცი იმსახურებს, ამ კაცს ტაში უნდა დაუკრათ. რამდენი დგას იქ? რამდენი უცხინვალესი პიროვნება, ეს კაცი ტაში უნდა დაუკრათ, ხელოვანი, დახვეწილი, ინტელიგენტი, ეროვნული მოძრაობიდან, ესე იგი, ზვიად გამსახურდიას და ამის ყველაფერი და რაღაცა უდიდესი პატივისცემით რომ იყო და ეხლა ჩვენ შეხედულებებში გვაქვს თუ არა ისინი ვერც ვამჩნევთ ამ იმას, ვარე ჩვენ არ დავიხოცი ერთმანეთი, არა გვაქვს ეს ურთიერთობები და რაღაცა. მე გეუბნებით ბატონებო, რომ გამოდიხართ ეს პოლიტიკოსები და ილანძღებით, ზოგი ილანძღებით, რომ ქუჩაში მის დგას, ბევრი ილანძღება იმის გამო, რომ სახში რატო ზიხართო? არ მიდის ეს კაცი, მაგრამ პოზიცია აქვს კაცო, იმისი და პროტესტი აქვს შინაგანი, ხო? პოლიტიკოსებმა დისკრედიტაცია გაუკეთეს ქუჩას ქვეყანაში. ქუჩას ოთაშორის ერთხელ მე ჩავედი მათ და ისე მოხდა რომ ზუსტად მაგდოს გაუშვეს მოწამლავის გაზი და ძის გამოვას არის იქეთ. აი აგერ არის თქვა და ეხლა აგერ ჩვენი პიროვნება ბატონი პაატაშუბიტიძე. აი მოусმინეთ ეხლა მას და რა გაქვთ, რატო უნდა გავლენძო მე ეს კაცი პირიქით მადლობელი ვარ და პატივისცემით ვარ და რა ვიცი ბევრი აი ამ ყველაზე რთულ და ისეთ გადაცემაში სწორედ მას თხოვე რომ მოსულიყო. დიახ ბატონო პაატა. მოგესალმებით ბატონებო. მოგეხსენებათ რომ ჩვენი უდიდესი ნაკლი რაც ხონდა როგორც ჩამოთვლეს ახლა ბატონი დიდი ვახუშტიბალა ბატონიშვილი გვაქვს ქართველებს ნაკლის და გვაქვს დადებით თვისებებიც ხოდა ყველა მისტიროდა რომ ქართველებს მერტ ვარმის ერთი პირი ამას ამბობდა შახრაბასი ამას ამბობდა სულთანი ამას ამბობდა რომის იმპერია ამას ამბობდნენ რუსები და ამას ამბობს ყველა საქართველოს არაკეთილი მოსწრონა და შეიძლება მოსწრონაც კი იმიტომ რომ ყველას უნდა რომ დაბლაიდია ჩვენ განვითარებით ხო Ლევანტონ თემურსახები რამოტანილი აქვს, რომ ინტელიგენცია დუმს. სამწუხაროდ ინტელიგენციის დიდი ნაწილი იმიტომ დუმს, რომ ძველი მენტალობაში დარჩა ბატონ თემურს. დარჩა ის ფიხსიერება, ჰომო სოვიეტიკუს, ამიგე და როგორც განდი ამბობს, რომ ქვეყანას არ აყავს იმაზე მეტი მტერი, ვინმე კოლონისტის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია. ეს ინტელიგენცია პრივილეგირებული მის და ამ კანონიერი ხელისუფლება ესე იქ გითხრენ სამწუხაროდ ზოგი შემსწარი იყო მე ბატონ მოდანათაძემაც მოინანია შეიძლება ბატონ მაკაკი ბაქრაძემაც თავისებურად იმიტომ რომ შეფთავაზეთ ბატონ კაკის პირველ ნომრად ყოფილიყო და ცოტა შორს დაიჭირა ჩვენი შეფთავაზება ეს უჩემოდ ვიქიმღერებთას მომენტიც არის რასაკვირველი მაგრამ ის რა დღეს ხდება რომელიც მოითხოვს ერის გამთლიანებას ხო და მოგეხსენებათ ახლა ბახტიონის აჯანყება რადონის აჯანყება იყო და გეგერეთელმა ცალკე მეუძნა ბაშიაშვილი ცალკე დიდებულმა ვაჟაფშარულა მეუძნა ბახტრიონიკი და მეუძნა და რეალურად ის მოხდა ისე რომ მოდელმა თქვა რომ მე გამაუპატიურესო მუსულმანებმა რა ამ ელისტონმა შინამდვილეში ამოხდა ეს მაგრამ რომ გამოიწვია რაღაც იმპულსი ინსპირაცია ესე ამბობენ თორე ხო გადმოცემა არსებობს ხო და ესე იგი ახლა ერთ არიელ ხალხელაურის დაბადებით რევოლუცია ბატონ ტარიელს და ბატონ ტარიელს ასეთი ფრაზა რომ არ გაგვიწყდა ძარღვით მენეს შევეგუოთ სულში ფურტყას ასეთი ლექსია ეს პირდაპირ მე პოეზიას და ყველა იმიტომ ჩვენ პაჟო იქიდან მოსული ინფორმაცია იყო წინასწარ მეტყველება არის ამ პოეზიას ჩადებული და ამ სულში ფურტყებას როდემდე უნდა შევეჩიოთ შეიძლება რაღაც დონეზე ადრე რაღაც მოვითმინოს აპატიო შევონდოს ასე ვთქვათ ქრისტიანულად მაგრამ არც მომსხარი რომ იმ ზღვარს იქით რომ გადახვალ იმის მოთმენა უკვე ნიშნავს უკვე ესე იგი ჩვენ მომდით გულგრილობას ხო ერთი დიდი გამონათქვამი არსებობდა დიდი მწერლის რომ მოგეშინიათ მეგობრების მოგეშინიათ მართლად ხალათი შეუძლიათ მოგეშინიათ მტრების მათქვენი მოკლა შეუძლიათ გეშინოდეთ გულგრილი ადამიანების რადგან მათი ფარული თანხმობის საფუძველზე ხდება ყველა ამაზრდენიდან რა შეუძლია ქვეყანას როცა შენ აზროვნებ როცა იცი ესე იგი ამ პრობლემის გადაჭრა აზროვნებით ხდება ხო? როცა რამე პრობლემა წარმოიშვება, უფალი არასოდეს არ დაუშვებს ისეთ პრობლემებს, რომელსაც ამონახსნი არ აქვს, ალგორითმი არ აქვს, ასე ვთქვათ, მათემატიკურ ენაზე რო ვთქვათ, ხო? ხო და ესე იგი ჩვენ წარმართქვემ ძალებს, ქვეყანას ყავს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც იმსახურებს ხალხი, საზოგადოება, ხო? ასეა. ეთყობა ჩვენ ამიტომ მოვიდა ჩვენს თავზე ამდენი განსასწრები, რომ ჩვენ გამოფხიზნდეთ, ჩვენ გავერთიამდეთ და რაღაცა საერთო დიდებული ქართული იდეის გარშემო უერთგულოთ, რატო არის ნათქვამი, რომ ერი, გულადი, პურადი მებრძოლი შავის ბედის, მუდამ შავ ბედს ვებრძოლით. ჩვენი ერის მოსვენება არ იქნება, იმიტომ რომ ამ საოცარ წყალკოტს, ამ საოცარ დიდ ისტორიას, ამ საოცარ კულტურულ მიღწევებს თუნდაც, ხო, აი კოსმოსში არის საკროლო გამზამბილი მოგახსენებათ, როგორც
დედამიწის მუსიკალური სასაზღვრებლობების ნიმუში ამ ცივილიზაციის დანარჩენ სამყაროსთან გზავნილია რა. ვის შეგანარჩუნებინებს თუ არ იბრძოლენ. ამიტომ ბრძოლა არის მუდმივად საჭირო. ვინც ქრისტეს ებრძვის, ან ყველა გვერდბძვის, ან ეს ტერიტორია უნდა. იმიტომ რომ ღვთის ქვეყანაა. ხო. ღვთის ქვეყანაც იმიტომ. აქედან გამომდინარე ხლა მე განსაკუთრებით ინტელიგენციასთან მაქვს დიდი საყიდური, როგორც ვთქვა, გამოტანილი, რატოა სულგაყიდული და რატო უსმენს, ხო? ესე იგი, აზროვნებით შეიძლება ყველა პრობლემა გადაჭრენ, თორე რაც შეხარშება, მე ქმედებაში გადადის, განზრახვაში გადადის და ქმედებით ესე იგი აღარ ხებდა. შენ თუ აზროვნებ მასაცადებ ცოცხალი ადამიანი ხო და ესე იგი აზროვნებაზე დიდი ძალა არ არსებობს ამ სამყაროში. ხო და რა დაგვემართა მოაზროვნე ხალხს რომ დავექვემდებარეთ ამ გათიშულებას. კატასტროფა. ეხლა რა გამოდის ვიცით მეგობრებო ბატონებო რომ ჩვენ აუცილებლად მოაზროვნე ადამიანებმა ინტელიგენცია უნდა შევქმნათ რაღაცა ბირთვი რაღაცა როგორც ვთქვათ მეცნიერთა კონგრესი თუ თანხმობით დარბაზი დაგვითქვენ ხო სადაც განიხილება ყველა პრობლემა და უნდა განიხილოს იმ პრობლემის გადაწყვეტის გასაღების მომცემლად და ჩვენ უნდა შევიძინოთ იმის ინდობა დღეს როცა არჩევნების წინა პერიოდში იყო მეგობრებს ვეუბნებოდი რომ მეუბნებოდნენ აი თუ არა ოცნებას ვის მივცე ხმა მეგრ კითხვა ის პრობლემა მივცემ პატრიოტთა ალიანსს მაგრამ პატრიოტთა ალიანსი დაუშვათ ხო ვერ დაინახავს ვერ დაინახავს ამიტომ ვერ ჩემია ოღონდაც ნაცები არ მოვიდნენ და აი ამ ნაცების ზიზღის ფონზე ამ ნაცებისა და ვის მივცე ხმა და რო არავინ არ აჩანს ვინ არის სანდრა ნდობა ვის აქვს ამის გამო ოცნება კიდე დაიმსახურა ამ ხელა ნაწილობრივ შეიძლება გაყალბდა მაგრამ და გაყალბდა კიდევაც მაგრამ რაღაც პროცენტმა ხომ ისახმა ის რაღაც პროცენტი ხო დღეს დუმს და დუმი ხო დანაშაულია ხო მოგეხსენებათ რა და აჩიკო არჩევნებში ძვახტი საარჩევნო კომპანიაზე ბაღდადში თელი ანსამბლი თქვა და ამბობდა ეგეთ რაღაცას რომ ტყემალდი თქვენი ანსამბლიც უთხარეთ რა არის რომ ხალხმა იცოდა აუსაც შავლეგო და მე არა მარტო რომ შავლე ესე იგი ესეთი ამბავი იყო რომ ჩვენი შიდა ბაზარი უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი შიდა პროდუქციით. დღეს რა ტურისტი რო ჩამოდის თურქულ პროდუქციას ხედავ თურქულ ბაზარში. ფაქტობრივად იმ ტურისტებიდან შემოსავალი ნაწილი 30% თურქეთში მიდის, იმიტომ რომ პროდუქცია იქაურა და ასე შემდეგ ეკონომიკას ავარჩევ მოვლენ. აი ტყემადიო ბატონი არჩილი ბრძანებდა. ის არ უნდა დაიკარგოს. ტყეში წავალ ლეხი მოკრიფოს ტყემალსო. მოიტანს დადებს თავის სახლში ჩამოვიდეს მანქანაო და წაიღებს ეს მანქანაო და ესე იგი წვენები და ასე შემდეგ, ხო? აღარ შევა კიდევ მას ძალიანაც აღმოჩნდა. ეს ყველაფერი დაპირებები დაიკარგა, უფასო ფული დაიკარგა, 1000 ქარხანა დაიკარგა თუ 100 ქარხანა. ჩემს ოფერში საღოლაშენში. აღაშენე 5 მილიონზე ქარხანა. ერთი დღე იმუშავა და всё და მეტი პულში წოდისთვის აღარ იმუშავა. გამიგებდა. ესე იგი რა პრობლემის წინაშე ვდგევართ? არის დაპირებები? სააკაშვილის პირდებოდა და რაღაცას. ნაწილი შეასრულა, ნაწილი ამათ ამ უარესობაში კიდე ამათ გადაასრულეს გასულ. ის მონოპოლიზაციის კარგად. ევროპისკენ, მაშასადამ ევროპა, რომელიც მაგრამ ჩვენ ევროპული ხარისხმენ ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ვართ. ჩვენ აზიური სამყაროს ნაწილი არა ვარ. არ შეგვიძლია იქ ინტეგრირება. უნდა გაწვეს რაღაცა. მიუგდები ახლა იმას. რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია ეს მინდა გავაჟღერო და მოუწოდოს უყადას რომ ჩვენ შექმნა ბირთვი რომელიც დაიმსახურა ნდობას საზოგადოებაში. ყველა მოვლენა რომელიც ქვეყანაში მოხდება. კი ბატონო, აბსოლუტურად სწორი ხარ, ჩვენ ნელ-ნელა მაკეთკენ მივდივართ, უბრალოდ მე მინდა უბრალოდ ერთ იმასთან დაკავშირებით ბატონო და ბატონო ჯუბო მინდა გითხრათ რომ აი ასეთი ლანძღვა ამერიკა ევროპის საქართველოში ეს არის იმდენად მძიმე ქვეყნის მომავლისთვის რომ მე ვერც კი წარმოვიდგენია რომ რატო არ არის ეს გაცნობიერება რომ ამერიკაზე ისე ლაპარაკი რომელიც ამერიკა იმითაა თუნდაც ძლიერი რომ ხედავთ ეგრე ტრამპი პრეზიდენტია და არა აქვს სიმხელა რა ჩვენთან აბსოლუტურად რასაც იტყვის ერთი კაცი რომელიც ბუჩქებშია სადღაც არ ვიცი და ვერ ვხედავ ეს ხო გამორიცხულია დემოკრატიული ქვეყნისთვის ეს ხო წარმოუდგენელი მაგასო თავი დავანებოთ და ჩვენ აუცილებლობას არ ჩანს ვინ არის სამოს და ვინ არის არაბიზაციაზე როცა უნდა მაშინ შეწირავს ვისაც უნდა და იტყვის რომ იმის ბრალია და მეტი არაფერი არის ჩვენ აგერ ვაჩვენებთ ერთ იმას შემდგომში კიდე იქნება როდესაც აი გამოდიან და რაებს ლაპარაკობენ აი ამას თუ არ აირჩევ დაიღუპება ქვეყანა და ერთი თვის მერე
თუმე ეს კაცი ყოფილა მტერი. ნუ გინახავს ანაირე, კაი ადამიანო. პასუხისგებლობა ვის? არა ვიტყვი, ნუ ეხლა ბეგა, თვითონ ხალხიც არ აკეთებს პასუხისგებლობას. მე ხმამაღლა ვამბობ, რომ აი თქვენ სხვა აზრი გაქვთ, რომ ამ საკითხში ცალკე კი არ მინდა არც მე და თქვენ გთხოვოთ შესვლა, მაგრამ როცა არ მოგწონს ევროკავშირი, დაუშვათ ეს შეიძლება, კი ბატონო. მაგრამ ვისაც მოწონს იმას ადოლანცყავ. დავანებოთ ამას თავი, აი ეს უბრალოდ სხვისი მოსწონს, ჯერ ბიბლიურია ეს, რომ მოусმინე და შენ მტერსაც პატივიაციო და რაღაც ამდაგვარია, მაგრამ თუ კარგი მესმის ევროკავშირი არ მაშინ რომელიმე სახელმწიფოსთან ხო უნდა მითხრა რომ კარგად ხარ. ევროპა კავშირი არ გინდორე, გერმანიასთან კარგად ხარ? გერმანიის გარეშე წარმოგვიდგენია ჩვენ უმოვალი საერთოდ არ ვიცი. საფრანგეთთან კარგად რამდენი ონკოლოგიური ავადმყოფი მარტო სტატისტიკა რო ავიღოთ საფრანგეთმა მოუარჩინა დღესაც უნაოდ. არა და ამას რო თავი დავანებოთ, ეხლა მე არ ვიცი თქვენ ხალბათ ხართ ყუში, მაგრამ მე ამ ჩემი ამ მდგომარეობის გამო და ოჯახისთან დაკავშირებული პრობლემების გამო ძალიან ბევრია გარეთ და საშინო მდგომარეობაში არიან ქართველები იქიდან. პოლონეთიდან დღე ერთია და ასეულობით ადამიანს უშვებენ აქეთ. ადამიანები, რომლებიც ჩამოვიდნენ აქეთ და უფლება ჰქონდათ იქ ცხოვრების და რაღაცა, იმათაც კი აღარ უშვებენ უკან. ესე იგი ანალოგიური მდგომარეობაა გერმანიაში სხვაგან იმ პოლიტიკამ, რომელიც ქვეყანაში არის, უმძიმე მდგომარეობაში ჩააყენა 2 მილიონი ადამიანი, რომელიც შენ არაფერს ქმნი იმისთვის, რომ ისინი აქეთ დაბრუნდნენ და ეს ადამიანები კიდე რაღაცაზე იქ წვალობენ, აკეთებენ და ქვეყანა ფეხზე დგას და ეს ხელისუფლებაც გადაარჩინეს. არაერთ გზის და ამ ადამიანებს კიდე უქმნი პრობლემებს იქ ხომ? რეალობაა ხომ ეგ არა? აი ახლა წარმოიდგინეთ თქვენ გერმანიასთან კარგად არ ახარ, საფრანგეთთან კარგად არ ახარ, იტალიასთან კარგად არ ახარ. ესე იგი ბრიტანეთთან კარგად არ ახარ, ავსტრიასთან კარგად. ერთი ქვეყანა ხო უნდა მითხრა ევროპის. განსხვავ დემოკრატია. აი და თანაც ლაპარაკი არის მე ერთ იმაში მაქვს მე რომ მანდა მაინც კომუნისტურ ჩინეთთან ხარ, კარგად და აქ ვერიდან კომუნისტურ პარტიაში იყო, აქ ვერიდან. და მე ვეუბნები, მაგრამ მუხრანა ჯავარიანი იყო და ნიკო ჭავჭავაძე იყო და ლალენი ჯავახიშვილი და ესენი რა სისულელია საერთოდ მაგრამ ესე იგი კომუნისტური ჩინეთთან მიდიხარ და ორბანი ხავს დროშად და ორბანი ვინ არის უნგრეთის კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი ყოფილი არა ესე არავისთან კარგად არ ახარ არავის შენთან ურთიერთობა არ უნდა ევროკავშირზე ხო არ არის ლაპარაკი არა მე ხო ვამბობ კონკრეტულად ხო შეიძლება რომ ევროკავშირიდან თქვა რომ არ მინდა მაგრამ გერმანიასთან მინდა გარკვეული ხო უნდა შეძლოს ერთ სახელმწიფოსთან ხო უნდა მაჩვენო რომ შენ რაღაც ურთიერთობებს აყენებ დემოკრატიულ ქვეყანასთან კი ბატონო მე ამას ვამბობ ზუსტად მაგრამ მე არ ვიცი ხა თქვენ არ გეკნებათ საკითხული და გირჩევთ რომ ან წაიკითხოთ ან მაგრამ მოემზადეთ რომ წაიკითხოთ ხელშეკრულება ჩინეთთან მე მსგავსი კაბალური ხელშეკრულება არ დამიკითხავს ჩვენ ვაღიარებთ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ისინი აღიარებთ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. და სტრატეგიული თანამშრომლობის ის გავაფორმეთ და ამერიკა რატომ ლანძღავსო? თუ ამერიკა თulis რომ ნომერი პირველი მტერი რუსეთიც არ არის, ჩინეთია და ჩინეთთან გააფორმეს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელისუფლება, რომ ისა ხელშეკრულება, როდესაც მთელი 30 წელია თუ რამდენი დამოუკიდებლობა არის, ამერიკა გეხმარებოდა რითაც შეეძლო. ყველაფრით და შენ მის მტერთან წადი მე ხო არ გეუბნები რომ ჩინეთთან არ კონდეს კარგი ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება რომ ხელი მოაწერო თქვა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას და შენი სტრატეგიული მეგობარია ხმამაღლა ლაპარაკობდებ ჩემი სტრატეგიული მეგობარია ამერიკა. ეს ხო თამაშია, ეს ხო ამას ვინ გვაპატიებს ჩვენ? ეს შეიძლება ეს ქართულიც არ არის, თავი რომ დავანე პოლიტიკური არ არის, პოლიტიკური კულტურა არ არის, ქართული არ არის. ვისი ეს არის რაღაც გარკვეული ბანდის. ან ნაკარნახები ხო და ამიტომ მამამაში აკა თქვა აიგერ კიდე ისეთი მემაზე მინდა რომ გადავიდეთ მაინც აიგერ ახლა აი ვინმე თქვას რომ ეს არ აქვს პარალი პატრიარქის სიტყვები აი ვინმე მითხრეს ერთი რომ არის ისეთი ფასეულობა პატრიარქის სიტყვებია რომლის გაყიდვა არ შეიძლება არავის აქვს უფლება არც მეფეს არც პრეზიდენტს არც პატრიარქს გაყიდოს ქართული მიწა ქართული საბადოები ქართული მდინარეები წყაროები რომელია გაუყიდა აი მითხარით ერთი საბადო მეთოდური გაფრთხილება იყო. ესე იგი ეს არის ხო ხანდახან ამბობენ ეკლესია არის ამოიღო და თქვა მთავარი. და ჩვენ ახლა რა მინდა ახლა გამოვიდეს პატრიარქი და ესე იგი არა უკვე თქვა კაცო თქვა და უნიკალური გამონათქვამია, მაგრამ აი ამის შემდგომ არ ვიცი ესო თქვენ ადასტურებთ რომ პატრიარქისა და ყველა მიცეს პატრიარქმა თქვა. აი ახლა ამის შემდგომ ჩვენ გვაქვს ასეთი რომ მიწის გაყიდვა სულის გაყიდვით იწყება.
ხალხის ღალატით გრძელდება და ქვეყნის გაყიდვით თავდება. რაში ეგამათები დამონათქვა? მე არ დავწერე რომ ჩემი გამონათქვამია, მაგრამ ჩემი რა ანუ იმაზე პატრიარქის გაგრძელება მეგონა. გაგრძელება და ჩუპარიძის დიდი ალექსანდრე სული უნდა გაყიდვა რა, ეს რომ გააკეთვა რა, ის მიწები კაცო სადაც ომიშები, ომი აი აგერ სადაც ჩვენმა მეფემ, ერეკლე მეფემ იბრძოლა. აი იმ ტერიტორიას ხიდი არაბული ქალაქებში შეგეჭირებით ახლა მეთქება. მიწასთან ისეთი საკრალური დამოკიდებულება ქონდა ქართულს, რომ ძმა-ძმას კლავდა, ძმა-ძმას კლავდა ერთი ბარის პირის რაღაცა 20 სანტიმეტრის, იმიტომ რომ ეხლა რა მოხდა? სოფელ სტატუსი მოუხსნეს, სოფელს თავის მიწები აღარა და იაგი საზოგადოება ის დაემთავრებოდა ეკონომიკის სამინისტროს, იმან მოახდინა რაღაც აზრისღარი ფორმით პრივატიზირება, ამ პრივატიზირებულ მიწებს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებს ეხლა როგორც არა ჩვენ საკუთრებას, არამედ არც ბიზნეს სახელმწიფო ვიცია ჩვენი არის. მე ყიდიან წარმოუდგენელი რაღაცაა რა. წარმოუდგენელი ეს. აი ბენდუკიძეს მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა ჩვენ სოხუმის სუბტროპიკულ უნივერსიტეტს მივეცი ქუთაისში. შეუერთეს თანა ჭავჭავაძის პროსპექტზე იყო წაწერა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი. ეს თავისთავად იყო რაღაცას ნიშნავდა და აი ეს უნივერსიტეტი შეუერთა უნივერსიტეტს, აი აფხაზეთის უნივერსიტეტისთვის მაინც შეერთები აკეთა რა. შეუერთა ქუთაისის უნივერსიტეტს. და ეს მიწები გადაცა ერთ რად ბენდუკიძეს. ბენდუკიძის ქალიშვილი დღეს იმას ყიდის 1 კვადრატული მეტრი ყიდის $50 და 1 და 2 კვადრატული მეტრი კი არ არის გაყიდული 100,000-ობით. და ამას ქვია ასე ამდიდრებენ ადამიანებს და ასე იყიდება ქართული მიწა. ეხლა უბრალოდ მე თქვენ მინდა ისე თქვენ იცით, მაგრამ რომ მისმენს აგერო. აი ეგ როგორ არის, ნახეთ, აი ხანდახან ამბობენ რომ სახლები რო შენდება, აკო ეხლა ძირითადში ქართველები ყიდულობენ ტყუილი ეს, ან მიწებს. აი როგორ არის, ნახეთ წესი, ჩამოვიდა არაბი, ჩამოვიდა ჩინელი, ჩამოვიდა ვინმე და აფორმებს ხელშეკრულება თქვენთან, ჩემთან და გეუბნება, მე გასესხეთ თქვენ $200,000. $10,000 ჩუქნის. ის დაიწყო უკვე, ესე იგი, აი ბიზნესი დაიწყო. ჩუქნის და გეუბნება რომ ეს გასესხე და ის მიწა იყიდი ამ ფულით და მე შენ იმიცას ვერ გადამიხდი ამ $200,000, აი იმიცა არ არის ჩემი. და ასე სახლები, ბინები, ყველაფერი ხდება ამათი. ახლა ვის ვატყუილებ ჩვენ რომ ყველა პროვაიზერი შენება ამას უნდა ძიოს სუსმად არა არა ამას ვერ დევი, იმიტომ რომ ყველა დეპუტატად შეიყვანეს. ეს ისინი რა ქვია მშენებლები ვინც არიან დეველოპერები ყველანი არიან პარლამენტში აბსოლუტურად გაგებაში არ არიან პოლიტიკის და აი მხოლოდ იყენებენ ამისთვის ფული აქვს ატრიალებენ ფულს და მიცეს საფიანი საქმე ასე ადრე იყო მე მახსოვს ეს იყო ასეთი რამ რომ ერთ ჩემ ახლობელს უთხრეს რომ შენ ხო გაქვს ბანკის ფულვასხი ესეთი ხო გაქვს აღებული ვალებ ჩამოგაწერთო სამი კაცი ასეთ პარლამენტში რომელიც მეც ვალებ ჩამოგაწერთო დახარჯე ახლა შენ გარკვეული ფული და მე აგაშენებინებთ აგერ დანში 2-3 ბინას და იმ ფულს ამოვიღებ. ესე იგი $300 უჯდება 1 კვადრატული მეტრი და ყიდის $2,000, $3,000, $4,000, $5,000 რომ გააჩნია სად არის ეგ. ყველაფერი და აი წარმოვიდგინე რა გახდა სარფიანი და საქართველოს მოსახლეობა ისე დააბნელეს რომ სასტუმრო ააშენებო, კაცო სასტუმროს აშენება და საკონცერტო დარბაზს აშენება. ამას ნებისმიერი ადამიანი, უამრავი ადამიანი ვიცი რომ ისაც უნდა საქართველოს სასტუმრო ააშენოს, მაგრამ მიწას ვერ ყიდულობს. ბიზნესმენის აჩუქეს ერთგარად მიცეს ყველაფერი და ააშენებო და ეს ხო შეიძლება რომ ჩვენ ცხვრის როლში ვიყოთ და ასე ბრმად და ასე მეკცეოდნენ რომ ვითომ არაფერი არ გვესმის ახლა მე არავის არ გვევძი მე ვიბძვი საქართველოსთვის და ეხლა ხმამაღლა მინდა თქვა რომ ერთ-ერთი აი ეგ ამისი ვიმგზავრე მატარებლით რომელიც იყო თბილისი ბორჯომი და ამოვიდა პიროვნება და ენერგეტიკოსია თბილისში მუშაობს აგერ დადის იმიდან ხაშურიდან თუ იყო და მოყვა იმან და თქვა რომ 6-8 თეთრსიხტის იმაში ბიზნესმენის აი ფულს კრიპტოვალუტას უშვებდნენ 24 მილიონის ნაცვლად 6 მილიონ სიხტის თვეში 6 მილიონს ის ფირმა წარმოგვიდგენია რა ენერგია მიდის იქეთ და ესე იგი უნდა იხდის 8-ს მაშინ როდესაც სხვა სახტევინებენ 30 31 32 ანუ წარმოიდგინეთ რომ მას პატიობენ 18 მილიონს ერთ თვეში წლის განმავლობაში რამდენია ეს და აიღება იმის იმაზე ფული ამდენი არც ჩაუდვია საქართველოს ამას ქვია ის ანუ წარმოიდგინეთ შემოიტანა თავის ქონება და 400 მილიონი უბრალოდ
კიდევ ერთხელ ვინმე უნდა თქვას, რომ აი ახლა ჩვენ ეგერ მოდის დღეს ერთმა ძალიან კარგმა პიროვნებამ გამოაქვეყნა, ესე იგი გიზო თავაძემ ქუთაისში გამოაქვეყნა, ესე იგი აი წერილი მისი, რომ თურმე, ის საერთოდ მერაბ გვაზავა ძალიან კარგი პიროვნება, რუსული კლასიკოსების თარგმანები გააკეთა და ვიღაცას მომდაუწერია ასეთი რამ კომენტარი გავა, რა დროს რუსი წერალიაო. წერენ ამ კლასიკოსებზე და ძალიან ბატონი გიზო ახლა განათლებული კაცია და წერს იმას, რომ სიცხვილიაო ასე გავაკეთებთ. თუმცა მე ვიცი ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ რუსულად არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ჩემი მტრის ენააო და რაღაც აბსურდული რამეები გამიგონია ამის იმაში, მაგრამ ამერიკაშია ინსტიტუტები, სადაც რუსულს სწავლობენ, იმიტომ რომ თუ შენი მტრის ენა უნდა იცოდეო, ეს იყო ჩვენი სიბრძნე ქართული და ჩვენ ვამბობთ, ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ 8 თებერვალი მოდის. დავით ამაშენებლის ხსენების დღე. ჩვენ ხომ ეს ხომ ვებერთელა ეს არის. ჭყონდიდელისა და დავით ამაშენებლის ურთიერთობა და რეფორმები, რომელიც გააკეთა ჭყონდიდებმა, ესე დავით ამაშენებელმა ჭყონდიდებმა, რომელიც გააკეთეს, ეს არის უნიკალური მსოფლიოსთვის. კონვენგენციის თეორია, რომელზეც ახლა მთელი მსოფლიო ფიქრობს, ეს არის მომავალიო. მე როდესაც დავოში გამოვედი, ჩვენს მეფეს ეს საუკუნეების წინ მქონდა მეთქი. რატო და ძლიერს უჭერდა მეთქი მხარს. კი, მაგრამ როგორ ასაკუთებდო ამერიკელი წამოხდა ამ წუჭერში, როგორ ასაკუთებდო მეთქი, როგორ და ვინც მიწას ამუშავებდა, იმას არ ახტევინებდა გადასახადს მიწისას და გაცილებით მეც და ზღვის მძინად ახტევინებდა მიწას, ვინც მიწას არ ამუშავებდა. იმათ ეს არის მსოფლიოს მომავალი. მე ვეუბნები ჩვენ მეფეს ქონდა საუკუნეების წინ ეს. აი დღეს რო გამოაცხადო, აი ეგ ბატონო ჯუბა და აი ბატონო პაატა რო გამოაცხადო ასეთი რამ, რომ მიწები ხო იყიდეს ამფულიანება. არ ამუშავებენ, არაფერი არ ხდება. სპეკულაციები. რო გამოაცხადო, ეხლა ელოდებიან კარგ დროს. რო გამოაცხადო და თქვა, რომ ვინც აქ მოიწევს ჯანსაღ პროდუქტს, ორგანულ პროდუქტს, ვინც პესტიციდს არ გამოიყენებს, ქიმიას არ გამოიყენებს, არაფერს იმას მე ვეხმარები, ვერ ჩიუდგევარ და ვინც ხორბალს მოიწევს, მით უფრო ოტიოსენიანმა რა თქვა, რომ ესე იგი მათხოვარი ხარო, რომ შენი ხალხის გამოსაკვები ხორბალი ვერ მოგიწევიაო და მაგრამ მათხოვარი ხარო, რუსეთიდან ვიძახით და ვისაც შემოაქვს გარედან რამე პროდუქტი, ვისაც შემოაქვს ხორბალი, ეგ პარლამენტში ის კაცი ნაცვლად იმისა, რომ ისინი გამოვიდნენ და თქვა, რომ მოდით რა მივცეთ საშუალება და უთხრათ ხალხს დაამუშავებ მიწას, მოიყვან ხორბალს, იქეთ გეხმარების, ეს გაზმებ. სასაული მოხდება ამ ქვეყანაში. მოკლეს საზოგადოება, მოკლეს ხალხი, ხო, რეალობა ეგ არის რა. ხო და აი ამიტომ ეხლა ჩვენ რა ვიფიქრეთ, რომ 8 თებერვალი მოდის. ჩვენ რო არ გავწამო რა, ვინ მეგობროთ ყველასთან. ვინ არის წინააღმდეგი? გვერდმოწმული სახელმწიფო დოქტრინაში მიწერე. მეორე, დავიცვათ ენა ტრადიციული უცხოური კანონისაგან. არ არის მართალი. დავიცვათ მიწა წყალი უცხოელთა შემოსევებისაგან. არ არის მართალი. დავიბრუნოთ თანამემამულები, ჩვენები გარეთ რო არიან წასული. არა უცხო ქვეყნების ქალაქების მშენებლობა საქართველოში. რამე პუნქტზე წინააღმდეგები დავიცვათ საქართველოს გარედან მართული ხელისუფლების და პოლიტიკოსებისაგან. დავიცვათ საქართველოს ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლებებისაგან. რომელი არ მოგწონთ? პრობლემის გადაჭრა ეს. აი ეგ არის, აი ამ ხო გეუბნები და ამიტომ ჩვენ რას ვეუბნებით დღეს აგეთ. პირველად ჯერდება ეგეთი რამ, რომ ეხლა იმან ვიკარნახა რაც ქუთაისში გამოქვეყნდა და მე აგერ ზოგიერთ ნაწილს მე შევეხები დავაწერე სათაური. ეს ევალება ქუთაისს. ეს ამის უფლება აქვს ქუთაისს. ეს კიდევ შეუძლია ქუთაისს. ამას ელოდება საქართველოს, რომ დიდი ეროვნული შემოძახილი გაკეთდეს. უფრო დიდი ადგილი, ვიდრე გელათი, ვიდრე დავითობა, ვიდრე თქვათ აი ეს უნიკალური რამ შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ხელისუფლებასთან ყველას უთხრათ, რომ რა თქვა ილია ჭავჭავაძემ გელათში, აი აგერ რომელიც დავაწერეთ ჩვენ ყველაფერი ამ იმას უნიკალური რამე ხო არის, რომ ჩვენ ჭირდებაო ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავა და დაუმონებლად. ესე იგი, აი რა საუკუნეების წინ გაიხედა ნებისმიერი ქვეყნისთვის არის უნიკალური გამონათქვამი, ხო? ესე ილია ჭავჭავაძის საუბარს, ხო? ხო და ამიტომ შეუბღალავად კი არა, ყოველდღე ერთმანეთს ლანძღავენ, აგინებენ, ესე იგი ქართული ენა წაბილწეს, რაღაც საშინელებებია, კალები იგინებიან, ყველაფერი ტელევიზიებმა ამით მოიპოვეს, აი ჯიბრებიან თქვენად, ვინ უფრო ის გამოსვლაში კალი შეიგინებს და რაღაცა და არ შემდგომ. ასე იგი ერთხელ გრიშა უნიანს უთხარი, რომ სტალინის უბედურება ეს არის, რომ შენ როიცავ მეთქი და შენ გინდა ამ ტელევიზიის ის არის, რომ გამოდიხარ და იგინები ამაში და გიყურებს. მე უბრალოდ ვეუბნები იმას, რომ
მე ჩემს ცხოვრებაში არ შემიგინებია და იარაღი არ მჭერია ხელში. მე ვამბობ, კაც თუ ხარ, აი იარაღი ჭირდება, კაცო და რა შენი ქვეყნისთვის და დაცვით რატომ უნდა იარო ამ ქვეყანაში და რატომ უნდა გეშინოდეს ამ ქვეყანაში ნებისმიერი გამგებელი გუბერნატორი, მინისტრები და ესენი დაცვებით დადიან და პროდუქტები ჩამოაქვთ ჩვენ გვაჭმევენ აი აგერ თავიანთ მაღაზიებში რომელიცაა იქეთა თვითონ ჩამოაქვთ გარეთ. აი ამ პუნქტებთან დაკავშირებით აი მინდა გთხოვოთ მეგობრულად ძმურად ყველაფერი ბევრი რამე დასამატებელია, მაგრამ მაინც ყველაფრის თავი და თავია რომ არ ვიმართებოდეთ გარედან ეროვნული ხელისუფლება იყოს და ფულის და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება არ იყოს. და ვის მეტია მეტი საწაული აღმოსებელია ფული და ის მეტი როა მეტი უნდა. ამერიკია იმიტომ არის ძლიერი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა, იმდენი რამეა წამოსაღები ამერიკიდან, რომ მათ მიიღეს ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა, რატო იყო იმის ისა რომ ჩვენ პოლიტიკოსებმა ცოტა გავიწიოთ გვერდზე, მოიყვანოთ პროფესიონალები, ჩვენ სამაგიეროდ ვიყოთ ეროვნული თანხმობის, ჩვენ ვიყოთ აი იმაში პარტიათა ასამბლეაში და პარტიას ასამბლეამ კონსტიტუციის კანონპროექტი შეიმუშაოს, რეფერენდუმის კანონპროექტი შეიმუშაოს, ადგილობრივი იმის კანონპროექტები შეიმუშაოს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი. ვიდრე შევსულ ვართ პარლამენტში და თან დავინახოს ხალხმა მიდიოდეს ეს ტელევიზიით, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ოცნებას გარდა ამ ქვეყანაში ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები არიან და პარტიებს გარეთ უფრო საინტერესო ხალხია ვიდრე პარტიებში. რა ბანან თემოს რა შეესაბამება. ძალიან ეხლა მე მაინც ჩემ გულისის გითხარით და ვერაცაც ეს პარტიები თვითონ კი ამ თავაზობენ რამეს ამას გავაკეთებ, ამას ამ რესურსით გავაკეთებ ამაზე. ლანძღავენ სხვას. ეს ერთადერთი ესე იგი რეიტინგი როგორ შეიძლება რომ სხვა როგორ უნდა გალანძღო მაგრამ ის რომ რამე რაციონალური ისე ერთმანეთს რაც დაბარგობენ სწორია. ხო ორივეს უნდა დაუჯერო ბოდიში და ხა ვილციტყობა არ არის კარგი მაგრამ წაზახაო რა ერთ მაგრამ თახსირებულმა ქალმა მეორეს წაზახა ხო? ხო და რეალობას ლაპარაკობენ მაგრამ არ ლაპარაკობენ იმას რა ეშველება მე რომ რაღაცა შერო თუ რაღაცას გავგანცავ და რაღაცას გიკარნე რა ქვია გაგაკრიტიკებ უნდა ისიც გითხრა რა უნდა გააკეთო რომ ეს არ მოხდეს თუ ქვეყნის გადამჩენელის პრობლემისა გაქვს პრეზიდენტია და თუ ძახი რომ მართველი პარტია უნდა გახდეს შენ ამითხრა როგორი ქვეყანა უნდა აშენო, რა არის ბედნიერი ქვეყანა, რა არის სიყვარული, რა არის ერთმსახურება და როგორი უნდა იყოს, რითი უნდა, რა რესურსით უნდა, ამდენ ხანში უნდა აშენო, ანგარიშვალდებული უნდა იყოს. თუ ესეთი პროგრამა არ წარმოადგენდა და ამ ჩვენმა კონგრესმა მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ამ პარტიები ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გააკეთოს ამის რევიზია, ნებისმიერი პარტია, რომელიც პრეტენზია აქვს მოვიდეს ხელისუფლებაში, უნდა წარმოადგენოს პროგრამა როგორ აპირებს ამ პროგრამის შესრულება ამდენ ხანში და ყოველ 6 თვეში თუ 3 თვეში შეაბაროს ანგარიში. და თუ არ გააკეთებს, უნდა იყოს იმპერატიული მანდატი იმის გამოწვევის. სპანელად. ჩვენ რომ ვაცალოთ 4 წელი, მე კიდევ 4 წელი, მე აღარ მიდის ის კაცო. და მე ისე და რაც უფრო კორუმპირებულს მოიყვან, მით უფრო კორუმპირებულს ხდის ქვეყანას და მით უფრო აღარ უნდა წასვლენ. წასვლა ეშინია ვისაც მოკითხავენ რაღაცისთვის. ოცნებას უმძიმესი მომკითხველები ეყოლება. ამიტომ თუ ხალხი მაგრად არ დადგა, ესენი მე არ მომბობ რომ ჩამოგდება და რაღაც, მაგრამ თუ ხალხი მაგრად არ დადგა, ესენი თავისთვის წავსწრელები არ არიან, იმიტომ რომ მსგავსი კორუფცია, რომელიც თბილისშია, რომელიც საქართველოში იყო, თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს 6 მილიონი სახში იღებს. თქვენ წარმოგიდგენიათ 1200 პაკეტი უშიშროების მინისტრის ნათესავს სახში და ამ პაკეტებს უგზავნიდნენ ყოველ თვიურად 2, 3, 4, 5, 6, 10,000, 20,000 და უგზავნიდნენ ამ 1200 კაცს. ყიდულობდნენ. ესენი არიან დღეს როკივიან ხელისუფლების სასარგებლოდ. მე დაახლოებით ვიცი ამათი გვარები და არავინ არ შემოუერთა. თქვენ ხართ იმის წინააღმდეგი რომ გამოქვეყნდეს 1200 კაცი. ლუსტრაცია, ფაქცია და ლუსტრაცია არის. აი ეს არის მეტი არაფერი არ არის. ხო იღებდი ამ ფულს. თუ კაცესიერი კაცი ხარ, რატო იღებდი? 180 საათი რა დგინდა. ყველა იღებდა ბატონო თემო. უბრალოდ ის გაწირეს. სისტემებდი. ლიტერატურული საქართველო ხო ხარ? არა, ჩვენზე ხო არა ლაპარაკი. მაღალი შეგონებში ისინი ვინც არ იღებდა იმ ხალხს მაინც ხონდეთ რა ციხვის თქვის საშუალება რა. ტელევიზიაში მიგიშვებს ვინმე? საერთოდ რა არის იცით? აი მე აი ერთი ძალიან დიდი ეს სიცრუის დეტექტორი რო ეგრეთ წოდებული, ხა რამდენად დეტექტორი არ ვიცი, მაგრამ უნდა იყოს ესეთი რაღაცა ეროვნულობის დეტექტორი და იმაზე უნდა შემოწმდეს ადამიანი, გაიაროს ეს დეტექტორი და მე უნდა გახდეს შეეული ხალხისა. კარგი იდეა. ეროვნულობა არა გვაქვს, ეროვნული მთავრობა არა გვაქვს 30 წელიწადია. ხო ეროვნული ძახილით მოვედით, არავინ არ არის ეს ეროვნული.
არავინ არ ყოფილა, ხო? ის დააფრთხეს, კი ბატონო, იმაზე არა, ის რა იყო ერთი წელიწადი მე სულ ვამბობ. ბატონო პატა 23 ადამიანის გამო, იმიტომ კი 23 ადამიანი ძალიან ცოტა არის და რა ცოტა კაცო ის დიდი უბედურება იყო, მაგრამ შევყარეთ რომ მთელი მსოფლიო და ჯვარსვავით მოკლედ როდიონოვი და ასე შემდეგ იყრიკიდება ჯვარსაცმელი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ერთმანეთი ხუზეთ რუსთაველზე 1000-ობით ადამიანმა ხო ეს იყო ქართველებმა. ამიტომ ვამბობ და ცეთოთ ვერ არ ვფიქრობ, იცით? აი ხანდახან აი არ ვიცი რაღაც სისულელი უნდა თქვა რა, მაგრამ აი როცა ჩვენ პოსტკომუნისტური იმებზე ვლაპარაკობ და იმ ხალხზე ვლაპარაკობ. აი ხანდახან აი ენგელსისკენ წავალ, ხან მარქსისკენ წავალ, ხან სტალინ, ხან რევოლუციისკენ წავალ, რა გააკეთეს იმათ და იცით რა არის საბოლოო ჯამში, იცით? ეს 30 წელიწადის 9 აპრილი იმიტომ იყო, ეს დამოუკიდებლობა იმიტომ იყო, რომ ამ დამოუკიდებლობის შემდეგ გამოეყარა გამომცემლობა სამშობლოდან 1000-ობით ადამიანი და ერთ კაცი ეყიდა. იმიტომ მოვიპოვე დამოუკიდებლობა, თითო კაცი ეყიდა ეს მაღაზიები და ბულვარები და სასახლეები და ჩვენი პაპები და ჩვენი ბაბუები, რომელსაც შეგრებული თანხა ჰქონდათ, ეს გასასვენებელი თანხა ჰქონდათ, რა მოვიპოვე ჩვენ ამ დამოუკიდებლობას და ეგ ეკითხებით საზოგადოებაში რაგიტომ გადატრიალება და ეგეთმა ხალხმა ჩაიგდო ხელში წელი საქართველოს ეროვნული სიმდიდრე. კი ბატონო. იმას მადა მე კიდე მეტად გაეზარდა და ხალხი გარბის ამიტომ საქართველოსთან არაფერი სახსარი არ აქვს და არც მატერიალურს არც სახსარია და პატივია და საერთოდ ახლა როცა თქვენ საფრანგეთი ახსენეთ სადაც შენი ადამიანი მიდიხარ აქედან ჩადიხარ ეს ერთ-ერთი ქუთაისელი ბიჭი იყო და მეუბნება რომ ეს ერთი ქუთაისში ისე უნდა წავიდე საფრანგეთში და ოპერაციიდან გავიკეთო მეთქი როგორ ჩახვალ მეთქი რანაირად ჩახვალ მეთქი ხო ვიღაცა უნდა რაღაცას ვიზამ ზუსტად ერთი კვირა არის გასული ზუსტად ერთი კვირა მიერეკავს არ ვიცი საიდან ისე ის კაცი მიერეკავს და მეუბნება როგორ ახარო კარგად ვარო და ტელეფონში მაჩვენებს იმას აფრიფერის კოშს სათხარ მეუთხარ საავტობუსში წევს უკვე სადაც ვებსოს კოშკი ერთ კვირაში და ის ხელა მადლია ბატონებო ვიზი გადაუნებო ვიზი გადარჩენა ხო და შენ აქ ვერ მიდიხარ კაცო ეხლა რაღაცა 30% სიხტი სახელმწიფო გაფინანსებს და ემიშენი და მანამდე ნერა მიჭედება რომ ფაქტობრივად გარბი ხარ აქედან და უამრავი კიდე აი პრობლემებს კიდე ჩაჭვიდა ეს პრიორიტეტები კარგად არის დაბაგებული, მაგრამ კიდე მომავალი პრობლემა. რა თქმა უნდა, კაცო, მაგრამ არის პრინციპული რაღაც საკითხები, აი ძალიან ყველაზე გარედან მართული ხელისუფლება. ეს ერთი და მეორე, ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება. შენი მამული ხო უნდა დაიცვა, ხო შეიძლება ბატონო თემო. ნოყოლ რა ადათმობს. მეცე და კონგრესში თქვენ რამდენი ქელის ქონდა თქვენ. აი იმიტომ წასული იყოს ქვეყანა სხვა იმაში ვიქნებოდით ხა. მაინც უნდა გავიტანოთ ის პროექტები. ვინ ვიჯერებს არამას ვინ დაიჯერებს მე თქვათ ვისაუბროთ მე რა. აი რა. ეხლა ერთი დამარი ჯუბა ბატონო რომ დღეს გაცილებით მეტი ადამიანი ხედავს კრიტიკულად შექმნილ სიტუაციას და გაცილებით მეტი ადამიანი პროგრესულად, რასაც ვაჟაფშაველა ამბობდა, ეს არის გენიალური რამ. პოლიტიკისთვის ყველაზე კარგია თვალებახილებული ხალხი. აი ეს თვალებახილებული, უაზრობთ. რომელი ხალხი ბატონო? ახალგაზრდობის 60% განარკომანებულია, რომლებიც დადიან თავრობის იმეებზე, რა ქვია, რასაც უკან ახმენ იმას გააკეთებენ. სათყავს ახალგაზრდობა. სათყავს ახალგაზრდობა, მაგრამ იცი, არიან ჩვენთან ისეთი პიროვნებები არიან, კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ მე არ მინდა რომ ბევრი ვინმე გამოვაჩინოთ გარეთ, იმიტომ რომ იმ წუთში ვეტაკებიან. მიყავთ, აი ბანკერა და ტოლმიტაყრილობა გახსოვთ ეხლა თქვენ. არ ვიცი ბატონო კოდე თქვენ ყურში ხართ, მაგრამ მაინც გითხრათ რომ აი ბატონი ჯუბა იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აი 20 დღე რო ვიყავით და დავიწყეთ ფლორენციიდან და ქალაქებიდან გოგრინობა რო დავიწყეთ იქ და მე კუთფილისში ჩავატარეთ აგერ ემიგრანტთა ყრილობა. ვინც ჩამოვიდა ემიგრანტთა ყრილობაზე, მე სამინისტროს წარმომადგენლები გაყვნენ, ჩავიდნენ იქიდან და ესპანეთში მე დაიწყეს იგივე საუბარი. მუშაობა დაიწყეს, იმათ მოცილდით, იმათ ნაცვლად. რა თქმა უნდა, ნაცვლად დაპირდნენ 1000 რაღაცებს და ნუ ეს აშინელება უბრალოდ აი ეს არის ფულზე ორიენტირებული და ანტიეროვნული გამოდის მაშინ. აი ახლა აგერ ფაზისის იმან გამოაქვეყნა ამ რამდენიმე ხნის წინ. ბატონი დიაკვაშილავა ჯერ სადოქტორო დაეცო ცხინვალე პიროვნება. შეხედეთ, ეს კაცი ამტკიცებს, რომ 4000 წლისაა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მეცნიერება 2500 წლისაა, სარწმუნოება 2000 წლისაა, ფაზისის აკადემია მუზათა ტაძარი 1900 წლისაა. ანუ 1900 წელი ბოლოდან დავიწყო. ეს ნიშნავს, რომ არავით არის სორბონა,
არავით არის სხვა რომ პირველი უმაღლესი განათლების სკოლა საქართველოში. ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვიყოთ ორიენტირებული, ნაცვლად იმისა, რომ თელ მსოფლიოს ამას ვეუბნებოდეთ, აი ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ, ვართავთ ამ პიროვნებას, აი რომელმაც დღეს აი ესე იგი ყველა იმაში მუშაობს, აი არქივებში, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ენა იცის ამ ერთმა ახალგაზრდა კაცმა. 1000 ლარი აქვს 1000 და არავინ არ აძლევს საშუალებას, რომ აი ესენი ყველაფერი ის 1600 ლარიანი პარლამენტარები ამას ვინც ჯოგერი ვინაკეთებს კაშილოვა შეიძლება გადაცემას იწყებს, პარაფრო იმას მათემატიკოსია ძალიან ძლიერი პიროვნება. ყველაზე დიდი ციტირება აქვს ამ პიროვნებას 1300 ციტირება 2-3 უნივერსიტეტს ერთდროულად იმას არ აქვს ამდენი. და აი ამ პიროვნებას აქვს 1200 ლარი ხელფასი. წარმოგიდგენიათ თქვენ მათემატიკის მინუსი. მაგას უნდა გქონდეს 20000 ლარი. 20000 ლარი. მაგრამ შეგეჭირებათ ახლა სანამ ეს დატოვეთ ეს იმაში რა ქვია. ვიტყვი ეგეთ რაღაცას რომ ეს ხო ყველაფერი ჩვენი ერის ისტორიაა და ჩვენი ერის მონოპოლია კულტურული მემკვიდრეობაა, ხო? ესე იგი გელათის აკადემიის სიმბოლო გადაშლილი წიგნი და სანთელი, ბაჩკოვის აკადემიის სიმბოლო გადაშლილი წიგნი და მზე. ეს აიტაცა მე ევროპულმა საუნივერსიტეტო განათლებამ და სიმბოლოები იქ არის ჩვენი სიმბოლოები. ზუსტად როგორ შეიძლება შენ დაკეტო ახლა ევროპა დაკეტო ასეთი დაუშვათ იგივე დახმარება ფრანგული და ასე შემდეგ. რა უნდა გაძე როგორ შეიძლება ეს არის აბსურდი გაძე ეს ნიშნავს რომ გადაკეტო 4 წელი შეაჩეროდა. ახლა რა ქნას იმ საოპერაციო ადამიანმა 4 წელი ოპერაცია იქნება ცოცხალი კიდე გადარჩება. რამდენი ტკივილია? არა დიდი დანაშაული განათლების მიღეთ ხო ჩვენ ხო იქედანაც უნდა ჩამოვიდეთ ჩვენც უნდა წავიდეთ და რაღაც მაგრამ ნუ აი ახლა როცა აი ეგ ამაზე ვლაპარაკობთ რა სარწმუნოება 2000 წელი ჯერ ერთი აქ არის ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანონელმა და მათათამ პირველი საუკუნის 30-იან 30-40-იან წლებში რკინის ჯვარი აღმართეს ეს ხარაგაულშია უნიკალური ადგილია და ყოველ იმაში 19 ესე იგი აგვისტოს ფერისვალებას ჩვენ უკვე 2000 წლიდან იქ ავდივართ და ამ წელს უნდა რაღაც განსაკუთრებული და შეიძლება რომ პოეზიის აღომა ბატონ ჯუბასი იქედან ველაპარაკე და ბევრი რამ იქ გავაგრძელებული სამუდე მაგრამ აი ნახეთ 2000 წლისაა და აღნიშნავენ 1700 წელს აი რატო აღინიშნება ჯერ ერთი თუ 1700 წელი მაშინ 324 წელზე იყო ლაპარაკი 100 ეზო 1900 პირველ წელში იმ წყაროებში რომ აქვს აკითხული მაშინ 3 წლის წინ სახელმწიფო რელიგია ხო ახლა გასაგებია მაგრამ 2000-ია სინამდვილეში თუნდაც აქედან გამომდინარე და მე აღმოჩნდა რომ ის ვინც იყო ჩვენთან აი ფოთში ფაზის აკადემიაში ის პირველი იყო აი ამან რომელიც პირველივე საუკუნეში მოდიოდა ჩვენთან როგორც პატრიარქი ის წარმოუდგენელი რამეებია ამ იმაში ყველაფერი ამ ახალგაზრდა კაცმა ესენი გამოიკვლია მე რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი აი ეხლა აი აგერ იქნება ერთი რამ კიდე და მე მინდა რომ რაც უფრო ეს ეხლა საერთაშორისო მასშტაბზე რო გავსულიყავითაა ნუ რაც უფრო ღრმად ყვილში ცხოვრობს საზოგადოება მით უფრო ეზიზღება მას სიმართლის მტკვენი აი ეს არის დღეს რეალურად რაც ქვეყანაში ხდება ვინც ტყვილი უთხრა სათავეში მოექცა ვინც სიმართლე უთხრა მსხვერპლი გახდა სახლის ხალხი მსხვერპლი გახდა რეალობა დღევანდელ საქართველოში არის ეს აი ახლა მე გეკითხებით თხოვ იქ ჩვენს სტუდიაში თხოვ რომ გავუშვით აი ეს გამონათქვამები ჩვენი როცა ირჩევდნენ პრემიერ-მინისტრებს და მინისტრებს როცა ირჩევდნენ ნახეთ და თუ არ შეგზიზღდებათ საკუთარი თავი თუ მართლა ძალა არ მოგეცემათ იმისა რომ ასე როგორ შეიძლება ბათხოებდნენ და ასე როგორ შეიძლება ბათამაშებდნენ. გავუშვით და დასმა თქვენი თო გააკეთეთ. კახელი კაცი, ძალიან პატიოსანი, უაღრესად გულწრფელი და ნაღდი კაცია. ნაღდი კაცია, ძალიან წესიერი. ჩვენ ასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს. ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი. სენაზე ვთხოვ საქართველოს მოქმედ და მომავალ პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას. ბატონი გრიგოლაშვილი ძალიან დიდი ღირსებით, პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით უძღვებოდა იმ საქმეს, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მე პირველ რიგში მადლობა გადავახადო ბატონ ირაკლი ქარსალაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
წლიან წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი. კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ირაკლი ძალიან დიდი მადლობა გადავახადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით და მის მიერ განხორციელდა. აი ახლა აქედან გადავდივარ, აი წერმა რო თქვით, ვთქვათ აი ბატონ გიზო თავაძესთან დაკავშირებით, რომ აი რაღაც პატარა ის არის, მინდა წავიკითხო იქ ლაპარაკობს, რომ მეო გავედიო კონკავშირიდან, აი ის იმაში 91 წელს შევდა რაღაც და მე ვწერ რომ ბატონო გიზო ასეთები, ანუ რუსებზეა ლაპარაკი და რომლებიც აი ახლა მეუბნებაო და თანაც ყოფილი ეს ყოფილი ფუნქციონერი თუ ვიღაცა, ნუ ლენინელი რა, როგორც იტყვიან დღესაც და თავის დროზე და ახლა დღეს გამოდის. ლაპარაკობს იმას, რომ კადროს რუსები არიან და არა და ხო აღმოჩნდა იმ რიგებშიც კი ბატონო ვინც ეროვნული მოძრაობის რამხელა რუსები ყოფილა მაშინ. აი ახლა წვესესია და ძალიან ბევრმა ხო დაადასტურა რომ ისინი ვინც იყვნენ იმ პერიოდში და აი ნახეთ აი ჩემი ის კომენტარი რა აქვს. ჟიული შარდავა და მამუკ ასლანიკაშვილი იყვნენ კომკავშირის ლიდერები, როცა თქვენ დაგიტოვებიათ კომკავშირი ბატონო გიზო. მუხრან მაჭავარიანი იყო მაშინ პარტიის ბილეთით და კომკავშირული ჟურნალის რედაქტორი. და საერთოდ ჩემი დაკვირვებით დღეს ისინი ჭარბობენ ქართულ პოლიტიკაში და უფრო კავშირელობენ მეტიც ბოლშევიკებზე უფრო მეტი ბოლშევიკები არიან, რომლებსაც არც კი უცხოვრიათ კომუნისტურ ეპოქაში. მე ბევრ პიროვნებას რომ უყურებ, მაგალითად, აი ბოკერიას რომ უსმენ ხანდახან პოლიტიკოსია მე აკამათობ ამის იმაზე, მაგრამ აი ესე მგონია რომ აი ბოლშევიზმია რა, ნუ რეალურად რა. ისტორიამ დაადასტურა რომ 80-90-იანი წლების კომკავშირელები და პარტიის წევრები კაცილები და ეროვნულები იყვნენ, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი თაობები. საფიქრებელი ეს არის. საფიქრებელია რომ ბევრი ვინც მაშინ ეროვნულობდა ამერიკა ევროპას გაიძახდა. ბაღათურია კარებს გვინტრებდა კაცო. ჯონდი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და აი და თქვენ ბეძახდნენ რუსები ხელ ვინ არის რუსი კერამ ხელით გადავდიოდი თავმებას დღეს და მაშინ აი ნახეთ იმაც ეგები საფიქრებელია ბევრი ვინც მაშინ ეროვნულობდა ამერიკა ევროპას გაიძახდა დღეს მიწასთან ასწორებს როგორც ერთს ისევ მეორეს და კომუნისტური ჩინეთის არადემოკრატიული რუსეთის ირანის არაბული სამყაროს მხარესაა ან დამცველია მისი ბრძოლის სიმბოლოდ უნგრეთის კომკავშირის ცეკას ყოფილ პირველ მდივანს ვიქტორ ორბანს მიიჩნევს. დამაფიქრებელია რომ წერალთა ერთი ავტორიტეტული ჯგუფი ვერ შედგა, პიროვნებები არიან, მაგრამ ჯგუფი ვერ შედგა, რომელიც მიმართვას გააკეთებდა წერალთა და შემოქმედთა დიდი შეკრების მოწვევისა და ქართული მიწების გასხვისა და გაყიდვების არაბული ქალაქების შენობების აღკვეცის მიზნით. აგერ ახლა თქვენ დამეთანხმებით, რომ ზანზარებდა თელი ქვეყანა კომუნისტურ ეპოქაში, რომ რა სიტყოდა მწერალთა კავშირი. რაზე იქნებოდა რა სიტყოდა მუხრან მაჭავარიანი, რეზო ჯაფარიძე რო გამოვიდოდა რა სიტყოდა, მურმან ლებანიძე რა სიტყოდა. ხო გახსოვს სიტყვა. როგორ კაცო და აი ხო მე მახსოვს არა იმ პერიოდში იყო ხელიდან ხელში გადადიოდა იმათი გამოსვლები და დღეს სად არის რა არის მე საწყენად არავისი არ ვამბობ ხალხო ჩვენ მემკვიდრეები ხო ვართ ამ ხალხის როგორ შეიძლება ეს დამაფიქრებელია რომ აი ეგ ეჭვება რომელიმე დროში ისე დროში ისევე იყო დარტყმის ქვეშ ყოველგვარი ქართული როგორი დღეს არის. კარგად მახსოვს სწორედ ბატონი გიზო გვაზავა და თქვენ იყავით რიონის მერაბ გვაზავა და თქვენ იყავით აქ ხეობაში ხესის მშენებლობის მოწინების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. ჩვენ ყველამ ერთად ხაზს უსვამ საბჭოთა კომუნისტურ ეპოქაში შევძელით და თავზე გადავახიეთ მოსკოვს. პოლიტბიუროს ეს გადაწყვეტილებები დღეს დუმს ინტელიგენცია. მაშინ მე მაშინ ქალაქის ხელმძღვანელი ვიყავი და უთხარი ჯუმბერ ბატიაშვილმა მე ამას არ მოვაწერ მეთქი ხელს. არა დიდი მადლობა ბატონი ჯუმბერს ჩემს არ უთქვამს რომ მუშტი არ დაუკრავს და არაფერი რაღაც იმდენ როგორც ქუთაისის თავზე ხესი აშენდებოდა რომელსაც თეორიულად შეიძლება წაელეკა თელი დასავლეთ საქართველოს. მე რა მინდოდა იქ ამაზე არა და მე იმის გამო რომ ასეთი იყო და მე მახსოვს მაშინ ზვიად გამსახურდია მოვიდა ჩვენთან მე სასადილოში ჩავიდა თქვენ მოთხრე და მადლობა მითხრა ეს რა შეძლებთ თქვენო. აი ესეთი იყო ურთიერთობები მაშინ და რაღაც უკაცრიელი ხესით ამოუყვეთონ ქართულ ფესვიო. ნუ ეხლა ამით დაიწყოს კარგად მაქვს წარმოდგენილი ეხლა ვეუბნებ ბატონ გიზოს როგორ დადგებოდნენ მიწების დასაცავად ოტი იოსელიანი რეზო ჩეიშვილი და არა მარტო ისინი. ოტიას ვერ ვაჩერებდით უკრაინიდან შემოიტანეთ ხორციო. თბილისში შემოიტანეს ხორცი და ქუთაისშიც რაღაცა გაანაწილეს. და უკრაინა 5 წელს გასული იყო კაცო ის
ეს როგორ გაუბედეთ ქუთაისს, ხო დააღებულია ყველაფერი საწამლავი შემოდის კაცმას არიდებს. რა შეიცვალა, როგორ შეიძლება? უნდა წარედ უთხრათ ყველას, ადამიანები გამოფხიზდნენ, თუ როგორ შეიძლება? ის სწორედ იმპოზიციამ, აი მწერალთა კავშირის იმპოზიციამ, მაშინ მწერლების, მხატვრების, თეატრალების, მუსიკოსების, ყველას ერთობამ, მეცნიერების ძალიან მძიმე პოზიცია შეცვალა სიტუაცია ქვეყანაში და ეროვნული სახელმწიფო, ეროვნულობა მოვიდა, მაგრამ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მაშინ როგორი იყო, ზვიად გამსახურდია ხელფასი რო ინიშნებოდა პარლამენტში ვიყავი მე მაშინ და ზვიად მათქო რომ მე დიდი ხელფასი არ მინდოდა არც აუღია ხელფასი, მაგრამ იქ რაზე იყო იცი რომ ყველაზე მაღალი ხელფასი აღმოჩნდა აკადემიის პრეზიდენტს. ცეკას პირველ მდივანზე, პრეზიდიუმის თავმჯდომარეზე და პრემიერ-მინისტრზე მაღალი ხელფასი აღმოჩნდა აკადემიის პრეზიდენტს. აი წარმო 1600 თუ 1800 ლარი იყო და იმის მიხედვით გადაწყვეტი. დადგომანეთი. დადგა რომ დიდი ეროვნული შემოძახილი გაკეთეს ქუთაისიდან. ეს ევალება ქუთაისს. ამის უფლება აქვს ქუთაისს და ეს კიდევ შეუძლია ქუთაისს. ამას ელოდება საქართველო. შევხვდეთ ამ დღეებში მე მათ ვეუბნები და დავილაპარაკოთ ეროვნული განწყობის კაცების მონაწილეობით. იქნებ 8 თებერვალი დავითობა ვაქციოთ ასეთ დიდი ქართული შემოძახილის დღე. იქნებ სწორედ ის დროა რომ დიდგორის გავიხსენოთ. დავით და კონსტანტინე ხეიძეების გავიხსენოთ. სოლომონ პირველის გავიხსენოთ და არაბული ქალაქები კი არა, საქართველოში ქალაქი ბაგრატიონის მშენებლობაზე ვიფიქროთ, კაცო 9 საუკუნე ბაგრატოვანთა გვარი იყო და ჩვენ გადაწყვეტილება მივიდეთ 3 წლის წინ და მივმარდეთ. არც ხელისუფლებამ, არც ინტელიგენციამ არავინ მხარდაჭერა არ გააკეთეს იცის. აი თქვა ბატონმა ჯუბამ რომ ქალაქი ბაგრატიონი კი რა ვაშინგტონი თუ არსებობს 300 წლის ამერიკაში რა საქართველოში ვაშინგტონი როა და თანაც პული არ უნდა. ამას ამბობენ ერთი ქალაქი სადაც 2 სამსართულიანი სახლები და წასული რო არიან ჩვენები მივცეთ საშუალებას ერთხელ იმით და გააკეთეთ. წინვალე ის არის ხო ამ ეს არ მინდა თურმე. ყველა დროის ნებისმიერი ქართველი მამულიშვილი იოცნებებდა ერთხელ ეპოქაში როცა ერთდროულად იქნებოდა ასეთი დიდი სანიშანსვეტო თარიღები. დააგვირდით შოთა რუსთაველის 850, დიდგორის ბრძოლის 900, დავით აღმაშენებლის 950, ფაზის აკადემიის 1900 წარმოგიდგენიათ ესენი გუშინ ამას ემატება და ბევრი სხვა თამარ მეფესთან, გიორგი ცხენვალესთან, სოლომონ მეფესთან, ქეთევან წამებულთან, დავით გურამიშვილთან, ილიასთან, აკაკისთან, ვაჟასთან, გალაქტიონთან დაკავშირებული. ესე იგი უბრალოდ გავატარეთ ისაც თელის სერფულიოსთვის უნდა გვექცია შემოძახილად. სირცხვილი არ არის. და ამიტომ ვამბობ, იქნებ სწორედ ამიტომ 8 თებერვალს დავითობას დიდი ეროვნული შემოძახილი ჩამოირეცხოთ და ულტრალიბერალიზმისა და ფსევდოპატრიოტიზმიდან დაუბრუნდეთ ბუნებრივი განვითარების გზას, დავით აღმაშენებლის და გიორგი ჭყონდიდელის გზას. მე ის პიროვნება ვარ, რომელსაც ვეუბნები მათ, რომ მაშინ სტატია გამოაქვეყნა 90 წელში, 99 წელში ლიტერატურულ საქართველოში ამ გაზეთში. გამოაქვეყნა ავგუსტო იყო თუ ის მაშინ ბატონი ჩაველიძე იყო რედაქტორი და გამოაქვეყნა ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს. და იქ დამწერე რომ კომუნისტურმა პარტიამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მაშინ და ქალაქის ხელმძღვანელი ვიყავი. ეს ხო გაზეთია. დავწერე რომ არ მიიღოს მონაწილეობა და მოდით ეროვნულებად ვიცეთ თელი ეს საქართველო და რამის მომკლეს კიდარმა და თელი გავაუქმე ყველაფერი. როდის იყო დაბეშტები? 99 წელზეა ლაპარაკი. კომუნისტურ ეპოქაზეა ლაპარაკი. ესე იგი აღმასკომის რაიკომის შენობა მივეცი იმას განათლებას მეცნიერებათა აკადემიას მივეცი, აღმასკომის შენობა, კონსერვატორიას მივეცი. ისინი და გრიშა უნიანი და ესენი მიჩიოდნენ იმაში და იყო თელი ამბები ისინი რომ დაანიევა პარტიის სიცინიო და ესენი ველაპარაკებიან ახლა. მე ამას და ვეუბნები რომ მე ის პიროვნება ვარ, რომელმაც მაშინ გამოაქვეყნა ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს, რომელსაც მიაჩნია რომ თურეშაულის პატრონი დღეში არ უნდა ეძებდეს პარტას, რომელიც ერთგულია ქართული ერთობის დაბაზისა და მეცნიერთა კონგრესის მიერ 15 წლის წინ ჩამოყალიბებული ეროვნული განწყობის პოზიციის. დააგვირდით ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულებებით ცხოვრობდა, არ შეიძლება პირველ საუკუნეში, 21 საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულებებს და აფეთიშებდეს სხვისას. ჩემგან ღარატი არ იქნება. გამარჯვებით. ვეუბნებით ყველას და ამ შემოძახილს ვაკეთებ ყველასთვის. მე მიმაჩნია, აი აგერ რომ ვთქვათ, აი ეხლა დღეს რაღაც ჩვენ ვაპირებ პარასკევს გამივისაუბრეთ კიდევაც ამაზე, რაღაც შევიკრიბოთ, თქვენ სამივენი ვიქნებით, იქიდან პიროვნებას ვიწვევთ, პირველი პარლამენტი, სხვა ისინი 1-25 კაცი შევიკრიბოთ. აი მოვილაპარაკოთ იმის თაობაზე, რომ როგორ გავხადოთ ეს ეროვნული
შემოძახილ და მიმართვა გავაკეთოთ და მიმართოთ მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტებს. მიმართოთ შემოქმედებით კავშირებს, რამდენიცა და ყველას უთხრათ, გამოხატეთ პოზიცია. გამოხატეთ, ეს იყო ეროვნული მოძრაობა, თქვენ იცით კარგად. მწერალთა კავშირში მიდიოდა ბატონი კოსტავა და გამსახურია და ეუბნებოდა, ამაზე გამოხატეთ პოზიცია, იმათ სხვა აზრი მითხარი და იმას არ ქონდა სხვა უფლება, აი დღეს დადგა პერიოდი, როდესაც ყველას უნდა უთხრათ. მე ამიტომ ვარ ზოგჯერ ქუჩის წინააღმდეგი და ვეუბნები, რომ ქუჩაზე დიდი ამბავია. ქუჩაზე დიდი ამბავია, რომ ჩვენ ვიცოდეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს რა პოზიცია აქვს. და სტუდენტები გაცემენ მერე პასუხს. ჩვენ ვიცოდეთ რა პოზიცია აქვს რექტორებს. ჩვენ ვიცოდეთ რა პოზიცია აქვს თქვა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელებს. და ამიტომ ვარიგებთ ამ წოდებებს და რაღაცას ქვეყანა იღუპება, რეალურად გვიყიდიან ყველაფერს. ხმა მოვიღოთ ყველა. არის მართალი თუ არა? სამწუხაროდ პოზიცია აქვს ყველას აბსოლუტურად 90%-ს ოფიციალურად გამოხატვის საშუალება არ აქვს, თორემ არაოფიციალურად შეიძლება სხვა რამის ფიქრობენ, ოფიციალურად გამოხატავენ პოლიტიკას სასაფთავროებო ატარებს. და ისინი არიან ჩუმა და წყნარა, თორე ხა თქვენ წამოგვიდიან. უნდა აიღონ ბატონო. და ვის განიღებს, ვის აუღია პას ბატონო. ვის შედება იქ არაბული ქალაქი აიღოს. იცი რა არის, ესე იგი ჯუბა ბატონო. ვერ ხედავთ რა თქვა ხაინდრა ვამკაცო. აიღული ახ პასკუსკულობა. არა, 300 წელი რო იყვნენ არაბები. არა, გავიგე, მაგრამ 300 წელი რო იყვნენ, უარ დაეყარა დავით აღმაშენებელს. ის გაყარა დავით აღმაშენებელმა ის ხალხი. ისეთ როდეს გაყარა ბატონო? არა, გასაგები ბოლოს გაყარა. კი ბატონო, მაგრამ აი იმას ატყუებს ხაინდრავა. საერთოდ ხაინდრავა გასაუცარია. არ დავზარალდით იმით კაცო, არ დავზარალდი, დედამიტირეს არაბებმა ჩვენ კაცო, იმ 300 წელს. ჩვენ მსოფლიოს დედაუტირეთ კაცო. დავზარალდით სხვა ქვეყანაში მაგას ამბობს რომ ისე ჯერ ერთი და მე მეორე დავით აღმაშენებელმა გაგვათავისუფლა მისგან. ჩვენ აი მე ერთ რამეს ვამბობ, მე არაბებს ძალიან ბევრ ვინმეს დაურეკე, ვისაც ვისწრებ და ვეუბნები რომ აი უბედურება იქნება მეთქი თქვენ რო ეს ააშენოთ, იმიტომ რომ ჩვენი კონფლიქტი მერე ნახი მეთქი. აი აქ მერე დაიწყება მეჩეთის ჩვენებლობა იქ, მერე დაიწყება ის, მერე დაიწყება ის და ეს იქნება მუდმივი, მაგრამ ამასობაში გამისახლებენ ამ ქართველებს და შემოგვისახლებენ სხვას. აი ვიღაცას რაღაც სხვა ფუნქცია აქვს, სხვა დავალება აქვს. ეს ყველაფერი და ჩავჭი. ბატონო, მე ჩემი საერთოდ აღერიცხოს ყველა მიწა რომელიც გაყიდულია, უნდა აღერიცხოს. კი ბატონო. და აი ის მიწა ვინც გაყიდა, როგორი თავის დროზე როგორ შეგიზინა. კი ბატონო. და რა გიგა აქ ამუშავდეს 92 წლის მარტის გადაწყვეტილება უზენაეს საბჭოსი ჩეჩენის ზვიანმა, რომ ყველა გარიგება იქნება არასამართლებრივად ცნობილი. და უნდა გაუგზავნოს ჩვენ სხვა გამოსავალი არ არის. აქ ერთი რასაც თქვენ ამბობთ და მეორე მეცნიერთა კონგრესში არის ერთი უნიკალური გადაწყვეტილება კიდე მიღებული ასეთი რომ ვინც ნულოვან აუქციონზე შეიძინა მთელი ქვეყნის სიმდიდრე. არავინ არ გეუბნება რომ გართმევთ, მაგრამ რაც ღირდა ის რეალურად ასე ხო შეიძლება 1000 ლარად 10 მილიონიანი. ეხლა ვეუბნები რომ ჩადე ის 10 მილიონი კი არ გართმევთ, მაგრამ სამუშაო ადგილების შექმენი. საქმე გააკეთეთ. სპეკულაცია მოხდა. ბატონო, მაგას ძალიან აქტიური ვიყავით ჩართული. 660 ჰექტარი დარჩა, როცა ტრიუმვირატმა მაშინ პრივატიზაცია მოახდინა და გადასაგილე 100 ჰექტარი დაუდახული 70. მესმიზაცია. ეს 660 ჰექტარი მე მაშინ სააკაშვილი მივწერე წერილი და მომივიდა პასუხი კუბლაშვილისგან, რომ ეს არისო მთავრობის ინიციატივა და ბენდუკიძე და ბუკერიას შემოვიდნენ მეორე მოსმენაზე კახილისა. ხეიაშვილი იყო მაშინ კომიტეტის თავი. ვეკითხები ხო ბენდუკიძეს. გარიგდა მიწები ჩემს სოფელში დარჩა 60 ჰექტარი. 60 ჰექტარი აიღო მოქალაქეთა კავშირის აქტივისტები, ვინმე ხაჩმანუკიანმა. ეხლა ამ კანონპროექტი მე მეგზავნება თანაბარ უფლებებს მივიღო მონაწილეობა და იმას ადლებ 299 ჰექტარს. და გადაიხლა 10 წელიწადში. ვინ თქვის ამაზე უარს? ეხლა დოლარო გითხარ და მოხსე მასლარად. აი ესე ჩაიგდო ხელში ბენდუკიძეს მეკითხა, ვინ მოხსემეთრი სად არის? სოციალური სამართლიანობა, სოციალური სოლიდარობა, არავითარი ფისკალური ეფექტი მაგას არ უნდა. ბიუჯეტში არაფერი შედიოდა. გამოდის ხო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. აი ჩვენ ამიტომ არის თქვენ ძალიან კარგი და უბრალოდ აი კიდევ ერთხელ დარწმუნდით თქვენ. აი ეს არის პიროვნება ხალხს უსვამს. აი რომლითაც მე ვამაყობ მასთან მეგობრობით და ვამაყობ რომ ასეთი კაცი ყავს ქვეყანას ხელობაში მაქვს პატონი პაატაშვილიძე როგორც ხელოვანი როგორც მოაზროვნე კაცი პოზიციის მქონე ბეჭებს შეძმულია ქვეყნისთვის აი ეს კაცი დგას იქ ქუჩაში მე ყველა არავინ არ მომწონდეს იქ ამ კაცის გამო მე ვეუბნები რომ ეს კაცი იბრძვის იქ რომ იმ ქუჩაშიც კი ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყოს და რაღაც ამ იმაზე სხვა პოზიცია აქვს მას
ამიტომ რომ მეუბნებით რომ ერთმა პიროვნებამ ამისი მე თქვენ მეგონა და თქვენ მე კუჩას არ უჭერ ხარს არც თვითონ არ უჭერს ამას ხარს ჩვენ ვამბობთ იმას რომ რეალურად პროტესტია ქვეყანაში დიდი და პროტესტის გამოხატვა უნდა მოხდეს ან კუჩაში უნდა მოხდეს ან კარგი რამე ვთქვით აგერ არა მეცნიერებათა აკადემიამ თქვათ ახლა მე ამის სამუდელოების წარმომადგენლებს უთხარი რომ ბიჭო რა სიკრიბებით იქ მიტინგებზე რომ გამოდიხართ მიდით და საპატრიარქოს უთხარით რომ გამოუქმნეთ თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით უჭერთ ხარს ამას დაწერეთ ხო არ არის ლაპარაკი დაარჩენს ისტორიაში რომ ესადე ეს პიროვნება მწერალი ხატვარი თუ ვინც არის ცნობილი ყველა ცნობილი პიროვნებას ყველას უნდა უთხრათ პოზიცია გამოხატეთ და იყოს ცნობილი ეს არის ყველაზე ეროვნული საქმე დღეს აი ამიტომ ჩვენ რო შევიკრიბებთ ახლა პარასკევს გავაკეთებ და ვიტყვით და შეიძლება გვარები მე მივმართავ გამოხატე ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს მივმართავ გამოხატე პოზიცია ბატონ რომან რულუას მივმართავ გამოხატეთ ყველა მიცხრათ ეს ცნობილი პიროვნებები ავტორიტეტები თქვენ უყარხართ ხალხს და ნუ შეაძულებთ თავს გამოხატეთ ეს პოზიცია სხვანაირად როგორ შეიძლება რომ რა შეიძლება მოხდეს აი დღეს ბატონი დავით ესე იგი საოცარი პიროვნება არის ესე იგი ევროპაშია ესე იგი და დღეს ამერიკა და მეთქა მოისმინე გუშინ Facebook-ზე შენ გამოსვლა და მოისმინე და კი მაგრამ ბატონ რომან რულუას და ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის მეზობლები არ ყავსო და მე რეაგზელებს თვითონ ხმოვანი გამომიგზავნა ეხლა არ გიქნება რომ ჩავთო ხომ უბრალოდ დროში ვარ ჩაძუდული ხმოვანი გამომიგზავნა და არ ყავ თო ისინიო მეზობლები არ ხედავს რომ მეზობლები როგორ ცხოვრობენ და არ გწხვენიო იმისი რომ ეს ხალხი ასე რო ცხოვრობს ჩვენ გავჩუმდეთ ეხლა რომ ინტელიგენტი არის ის რომელიც იცავს არა ხელისუფლებას და მით უფრო ხალხისგან არამედ ხალხს იცავს ხელისუფლებისგან მე ამას ვეძახი ბატონო მეცნიერება არის ყველაზე ბუნებრივი ოპოზიცია ხელისუფლების ნორმალურ ქვეყანაში ეს კონსტრუქციული ნორმალური იმიტომ რომ ყველამ დაკარგეს ფუნქცია პროფკავშირები არ არის ქვეყანაში არ არის თქვათ იმისი დაცვის ადამიანთა უფლებების დაცვის არ არის პატიმრების დაცვა ვიცით მაგრამ ის რომ აქვს თქვათ მე რომ აქციების მფლობელი ვარ და მემასხრება ის მე რომ აქვს თქვათ 1% 2% და არაფრად ვარ მაგდებს მე პატრონი აგერ ერთ-ერთ დიდ მოჭიდავეზეა ლაპარაკი აგერ თავისი ახლობლები ისეთ რამეს უკეთებენ გეუბნები რომ მე ვთხარი თელი ქუთაის დავდგებით შენ და იმის გვერდით მეთქი ამ იმაზე მით უფრო ამ კაცს მე როცა ქალაქის მერი ვიყავი მოვდით და უთხარით რომ აბა ჩავდექი სათავეში ამაზე მაშინ რა იყო ბენზოგასამართი ცეკავშირი და ესენი მივეცი წესიერ ადამიანებს და მე არც გამიგია რომ ვინმე ისინი შემოიყვანა და დღეს ართმევენ რატო ქვეყანაში ეს ართმეობა აბა ერთი შეშინებული იყვნენ და აბა ერთი როგორ უნდა გაუბედო ცნობილ სპორტსმენს ცნობილ მოღვაწეს და იმას როგორ უნდა გაუბედო ეს თქვა პიროვნება რომელიც ბიზნესში ხარ და ფულით ერევინა როგორ უნდა გაუბედო ეს უბედავენ იმიტომ ქვეყანაში აბსოლუტურად არავითარი სამართალი არ არსებობს და აი ამაზეა ლაპარაკი ყველაზე ბევრი ის ყავს იურისტი ყავს ქვეყანაში 100,000 კაცი გაანგარიშებით ყველაზე ბევრი ეკონომისტი ყავს ყველაზე უსამართლო ქვეყანა ვარ და ყველაზე ეკონომიკურად წაქცეული ქვეყანა ვარ რა ვიცი თითოეული წუთი ყველამ და რაღაც მე მგონი რომ მეც ბევრი ვილაპარაკე მაგრამ აი გულსხმელად მინდა გითხრათ რომ აი წერლებზე ამბობთ და აგერ ამ გაზეთში თავში გვაქვს გამოტანილი წერლობა, პოეტობა, მოციქულთა სწორი მოღვაწეობაა. ეს არის სერაფიმე საროელის სიტყვები და სწორედაც რა თქმა უნდა, როცა ვიღაცა ამბობს, რომ წერას რა უნდა პოლიტიკაში, წერას რა უნდა პარლამენტში, სწორედ მოღვაწეობა რა არის? მოღვაწეობა პოლიტიკა არის და პოლიტიკაში ყოფნა არის. პოლიტიკა არ არის რაღაცა ისა, რა ქვია, მარტო კანონების შექმნა. პოლიტიკა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და მონაწილეობის მიღება ამშენებლობაში ქვეყნისა და ვინ უნდა მიიღოს ქვეყანაში თუ არ თქვენ სწორი ბრძანეთ წერალი იყო პირველი ვინც გამოდიოდა ტრიბუნალზე და ამბობდა კატეგორიებს იმ ადაწესებს იმ ზნეობრივ კატეგორიებს იცავდა და მე რა თქმა უნდა თქვენ სწორი ბრძანდებით დღეს ყველა მეორე წერალი დაჯილდოებულია ილია ჭავჭავაძის პრემიით ასე შევი მაგრამ საქმეზე რომ საქმეზე რომ მიდგეს ისინი დადგებიან ისედაც ხარიშხალია აი ამაზე არა მოსახლეობაში აი აგერ ვაჟებშაველო მერტო შეაყარე ქართველს ქართველი და საქართველოს როდან ამ უკანასკნელს არა დაუშავები არა არ არის გენიალური რა დამიშავა ქართველები ქვია საქართველოსულები ქვია და ჩვენ ასე ვექცევით ამ ქვეყანას და არის წყლული მაჩნეს წყლულად აი უნდა გვაჩნით თუ ჩვენ ახაც გვაჩნევია ეს წყლულად
ინვალე რამ თქვით თქვენ წეგან აი ეს რომ მოიყვანეთ ეს სიტყვები და უბრალოდ ილია ჭავჭავაძე ჯერ ერთია დუმისევრი იყო როცა ჭირდებოდა მაგრამ აკაკი წერეთელმა და ყველა მიყარა კენჭი და უბედურება ისე ყო არ აირჩიეს ზოგიერთი მაგრამ ღმერთთან რატომ ლაპარაკობო რომ ერთს წინ წაუძღვეობთ ეს თქვა რა ეს არის უნიკალური გამონათქვამი არა მუზა და არის ბატონ თეიმურა ზუსტად ღმერთთან ლაპარაკია ესე იგი როცა შენ განწყობილი ხარ თავდადებული ხარ ხო პირველ რაღნის იყო რომ ერთად რომ გუნდ ახვალ იმიტომ თხოვდეს შეუნდი არიცია მერტო რას იყვანეს საოცარი ღვთისმიერი ხალხი იყო ეს მე მინდა გითხრა თქვენ ერთი რამ რომ აი ორი კაცი ბატონი ჯუბაღებელი მე მოხიბლული ვარ როგორც პოეტი როგორც რედაქტორი როგორც კაცი პიროვნება რაღაც ისეთი სასაულად ძლიერი და ასთან მეგობრობა ეს არის პასუხისგებლობას და საამაყოს და ყველა ასევე ბატონი პაატა და მინდა გითხრათ ერთი რამ რომ ორთავენი დასახელებული არიან აი ხალხის მიერ ესია რომ დავარიგეთ ჩვენ ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლება აი როგორ ხალხს მიცეს რეკომენდაცია აი ასეთი ადამიანები შეიკრიბებიან ვინც არ შეშინდება ბევრი შეშინდება ბევრი შეაშინებენ იმაში მაგრამ ეს ორი კაცი არ შეშინდება სწორად ამბობენ და შეიკრიბება აი 20 30 100 200 400-მდე კაცის სია დღეს და 10-ზე მეტი ხმა რომ მიიღო თითოეულმა არ მოგიდგენიათ თქვენ როგორ კახეთში მიცა ხმა გაჭარაში მიცა იმერეთში მიცა უკვე ხო საინტერესო პიროვნებაა რა ანუ როდესაც თქვათ აი მე გარწმუნებ თქვენ რომ ის ეროვნული თანხმობის ის რომ გაკეთეს იმიდეით წავიდეს ჩვენ არ დაგჭირდება არაფერი იმიტომ რომ 80 იმაში პროცენტში დავერთხევით ერთმანეთს ერთი და იგივე იმას შევეხებით და მე ძალიან მიხარია რომ აი ქვეყანას ყავს კაცები კაცია ადამიანიო იმან შემთხვევით არ თქვა კაცები ყავს ქვეყანას კითხვა რიტორიკული კი იყო ისე აქვს ორივე აქვს ამაზე მაგრამ კითხვა და ქვეყანას ყავს კაცები რომლებსაც ბეჭი აქვს შედგმული ქვეყნისთვის და არ იშურებენ არაფერს სიცოცხლის ფასად რომ დადგებიან აი ასეთ ადამიანებზე გადის ვაჟამშაველა ამბობდა 20 ასეთი კაცი და ქვეყანა შეიცვლებაო იმიტომ რომ ადამიანებს ჭირდებათ იმედი ადამიანებმა უნდა დაინახონ რომ ვიღაცა დადგა სიცოცხლეს რა თქმა უნდა როგორც კი დადგება სიცოცხლე რას აკეთებს დღეს იგნორირებას ბიძინე ავანიშვილი და ოპოზიცია ორივე პოლიტიკოსები აკეთებენ აი ამ ადამიანების იგნორირებას ხო და ერთმანეთს აძლიერებენ ოცნება რომ არ იყოს არ იქნება ნაციონალური მოძრაობა რომ იყოს არ იქნება ოცნება ამან რომ უნდოდეს რომელიმეს ქვეყნის გადარჩენა ერთმა რომელიმე როთქვას რომ მე ვშლი ჩვენს პოლიტიკურ ძალას ჩათვალეთ რომ მეორე ავტომატურად დაიჭირება მაგრამ ესენი ერთმანეთს აძლიერებენ ხალხი უნდა მოვიდეს აზრზე და აი ეს შეხვედრა იყო დღეს დიდი მადლობა თქვენ რაიმე გაგჩათ სათქმელი ამ რაღაცაში არ მეთანხმებით მზად ვარო კარგად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ და მადლობა თქვენ